გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდათ ჩვენი გადაცემა. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება, ორ ბლოკად გავყავით ეს დღევანდელი პროგრამა, ასე ვთქვათ და სუპერლიგის წარმომადგენლები იქნებიან ჩვენთან ერთად. ვანო ლაცაბიძე, სუპერლიგის სასჯიბრო კომიტეტის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოადგილე, ესე შეიძლება ითქვას. მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან და შემდეგ უკვე გიორგი ჯაფარიძე შემოგვიერთდება და მასთან ერთად ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. ორნიკე გიორგაძე, გიორგი პავლიაშვილი ისევ თქვენთან ერთად და დავიწყოთ, რა ვიცი, მეგონი სასაუბრო ბევრია და თემებიც საინტერესოა. სასიამოვნოა, ანუ მოხარული ვარ ჩვენთან ერთად რო ხედავთ. რა ვიცი, მგონია რომ რაც კარგი წამოწყებაა და თქვენც რო ამის მონაწილეები ხართ და იმედია რომ გაიშლება და ესეთი ძალიან ბევრი გაკეთდება და ბევრი ილაპარაკებს კალათბურთზე და ბევრს შეტყივა გული ამ ჩვენ საყვარელ საქმეზე, რაც გვაერთიანებს და ცოტა შორიდა მინდა რომ დავიწყოთ, სანამ თქვენ მოხვიდოდით ფედერაციაში და დაიწყებდით მოღვაწეობას. საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა კალათბურთმა, პანდემიის პერიოდი და ჩავარდნილი იყო ტურნირები და აი რომ გავიხსენოთ ეს დრო, რა სიტუაცია დაგვხდათ, რა შეიცვალა ამის მერე და რა გამოწვევები გვაქვს და რაები უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ. თქვათ, ბავშვთა კალათბურთზე მაქვს საუბარი ამ ეტაპზე და მერე გავყვეთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ეთილი იყოს ჩემი ფეხი. მოხარული ვარ, რომ რა ვიცი, მსგავსი რაღაც გადაცემა თუნდაც YouTube არხზე წამოწყება თქვენი, ესე იგი ძალიან გამიხარდა და ძალიან რა ვიცი პოზიტიურად უყურებ. კალათბურთზე სასაუბროდ ყოველთვის მზათა ვართ, მეც და ზოგადად ყველა ვისაც კალათბურთზე გული შეტკივა. რაც შეეხება შეკითხვას, თორნიკე, ესე იგი რა დაგვხდა და პანდემიის პერიოდზე ვიძახი, მე თვითონ შვილი მყავს ბავშვთა ასაკის არის, ანუ ასაკობრივი ჩემპიონატში თამაშობს. ეხლა უკვე 18 წლამდელებშია, მაგრამ იმ დროს უწევდა 14 წლამდელები, 16 წლამდელები და ეს პერიოდი როგორც მშობელმა გავიარე, ანუ ზურგზე ისე გადავიტანე, ასე ვთქვათ. და მინდა გითხრა, რომ მე ახლა არავისკენ ხელს არ უშევ, თვითონ პერიოდი იყო არა მარტო საქართველოში, მთლიან მსოფლიოში ისეთი, რომ გაურკვევლობა იყო და ზოგჯერ დარბაზებში ვიშლდნენ შესვლას, უშლდნენ ბავშვებს და უშლდნენ რა, ანუ იყო რეგულაციები, რომელსაც უნდა დამორჩილებოდით ყველა და მე გეტყვი ისე ცნობისთვის, რომ 2018 წელს, ესე იგი თამაშობდი 16 წლამდელების ბ-ლიგას, ჩემი შვილის ასაკს გეუბნები 2007 წლიანებს გულისხმობ და ეხლაც რეგულარული ჩემპიონატი ის 2018 წელი ეხლაც სათამაშოებთ. ანუ მივხვდი ხო, ანუ რაც გეუბნები, ის აღარ ჩატარდება, მაგრამ თავი ხო დაუცრულებელი დარჩა. დაუცრულებელი დარჩა ბევრი, არა მარტო ჩემი შვილის ასაკი, ზოგადად. ნუ პერიოდი იყო ესეთი და ყველა მე ხარ როგორც ასე თუ ისე გაუძელით და გავიარეთ, მაგრამ ძალიან შეეტყო ბავშვთა ასაკს ეს 2-3 წლიანი ჩავარდნა. აი, რა ვიცი, რომ მოვედით 2022 წელს, პირველი წელი იყო კოვიდის შემდეგ, რომ დავიწყეთ ანუ ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარება და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვებს ახლა კი ვარჯიშობდნენ თავისით, რაღაცა ინდივიდუალურად და ახერხებდნენ რა თუნდაც გარეთ დარბაზის გარეთ ვარჯიშს, მაგრამ მაინც ის თამაში და ის კონდიცია, ის რაც პარკეტზე უნდა მიიღოს ბავშვმა ოფიციალურ თამაში ძალიან ეტყობოდა და ეხლაც მოყვება, მინდა გითხრათ, აი იმ პერიოდის, აი ის მინუსები და რაც შეეხება ჩვენ მოღვაწეობას, რა დაგვხდა, ანუ ეს დაგვხდა, რაც ეხლა მოვყევი და შემდეგ უკვე ჩვენ წინამორბედთან ერთად შემუშავებული ქონდა უკვე გიორგი ზამბახიძეს ეს სისტემა ასაკობრივი ჩემპიონატების დავამუშავეთ, კიდევ გავიარეთ და კიდევ რავი რაც შეგვეძლო დავხვეწეთ და რავი მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ უფრო მეტად ვიყო ბავშვთა კალათბურთში გადართული და ბავშვთა განვითარებას უფრო დიდი დრო დაუთმო, ვიდრე სუპერლიგას და ალიგას, სუპერლიგაში უფრო ბატონი გიორგი მოღვაწეობს და მეც რა თქმა უნდა ეხლა არ ვაკლებ და
ჩემი მხრივ ყველანაირად. Ხო, ჩაგიკითხები, ანუ ახსენე სისტემა, რაც შეიცვალა, თქვენი უკვე იყო და თქვათ შეიცვალა და თქვენც იგივე გზა ესე ვთქვათ გავაგრძელეთ. ამ სისტემას ყავდა მოწინააღმდეგეები, მომხრეები. მეც მაქვს ამაზე ჩემი აზრი, მაგრამ ეხა არ მინდა ამაზე საუბარი. ამ პროცესის დაკვირვებაში როგორ გამოჩნდა? ანუ ეს ხო სამუშაო პროცესია და როგორ ფიქრობთ, ამართლებს ეს სისტემა თუ შეიძლება სამუშაო პროცესი იყოს და გახდეს რაღაცის ცვლილება საჭირო? იცით როგორ არის თორნიკე, ყველა სისტემა ზოგადად როდესაც პირველად ეშვება, აქვს ყველას თავისი მინუსი და თავისი პლუსი. ქონდა ამ სისტემასაც თავისი პლუსები და აქვს თავისი მინუსები, რაც პროცესში გამოჩნდა. ეხლა მაგალითად საინტერესოა რომ გამოვხოთ რა პლუსები. მინდა გითხრათ, რომ დაკვირვებით ხო ჩვენ მაგალითად შარშანწინ C ლიგები 16 წლამდელებში და 14 წლამდელებში ყავდა ძალიან ბევრი გუნდი. 14 წლამდელებში ყავდა 86 გუნდი, 80 გუნდი ყავდა 16 წლამდელებში. ამ C ლიგას ეს არის ეხა შენ ბავშვთა აკადემია გაქვს და იცი რა, რომ უფრო ცოტა პერსპექტიული ბავშვები თამაშობდნენ A ლიგაში და B ლიგაში. და მე ყოველთვის მომხრე ვიყავ რომ A და B ლიგა არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და მინდა რომ ორივე A და B ლიგამ თქვათ კონკრეტულ ერთი სახე მიიღოს და თანაბარი თამაშები ქონდეთ რომ იმიტომ რომ არ განსხვავდება ზოგადად ბავშვთა კალათბურთი ესეა რომ ერთ წელიწადში ბავშვმა შეიძლება ისე მოუმატოს რომ მე მაგალითად მაგას შემთხვევა რომ C ლიგიდან A ლიგაში თამაშობს თავისუფლად 18 წლამდე. კი, ყოფილა და გეტყვი მაგალითად. ხო და C ლიგებში რადგან ეს ძალიან ბევრი 24 გუნდი იყო B ლიგებში, 14 გუნდი იყო A ლიგებში და საგრძნობლად დიდი რესურსი მქონდა C ლიგებს. ჩვენ შემდეგ შევიმუშავეთ წელს უკვე ესეთი პრინციპი რომ პლეიოფის სისტემით დავიწყებთ ეგრევე ამ C ლიგების მას ისე რომ ბავშვებმა სულ უთამაშებლები არ დარჩენ იმასთან შედარებით, წინა წლებთან შედარებით, ცოტა ნაკლები თამაში ექნებათ, მაგრამ ბევრად მეტ ხარისხს მივიღებთ, ვიდრე თქვათ რესურსი მქონდა ამ C ლიგებს. აქედან გამომდინარე, შენ რასაც იძახი C ლიგებში, მაგალითად, მე ყოველთვის თითქმის ყველა თამაშობს ბავშვთა ასაკის, იმ C ლიგებიდანაც შენ რასაც ამბობ, ბევრი გამიშვია ნაკრებში, მაგალითად მენეჯერებთან დამირეკია და აღმომჩენია მაგალითად ბავშვები, რომლებიც იმ C ლიგაში ჩანდნენ და ფიქრობდი რომ იქ არ უნდა ყოფილიყვნენ და ცოტა უფრო სხვა დონეზე უნდა ითამაშათ. ანუ ეხლა ჩვენ მივედით იქამდე რომ უბრალოდ რესურსები არ ყოფნის იმას, რაც არის მოთხოვნა და გახდა პრიორიტეტიზაცია თქვენს მიერ საჭირო, რომ ყურადღება უფრო მიქცეოდა ძლიერ ბავშვებს. აბსოლუტურად მესმის ერთხი კუთხით, მაგრამ აქ ალბათ თქვენც ხედავთ ამას და განაფიქრი გექნებათ ამ საკითხზე. ჩვენ ვინც ვართ ეხლა ამ შემთხვევაში დიდ კლუბებში გავიყვან ჩემ თავს, რომ ბავშვების მასობრიობა ყავს, ძალიან მნიშვნელოვანია ის ბავშვების კატეგორია, რომლებიც C ლიგებში გამოდიოდნენ აქამდე და ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე დავდექით და ეს გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ A ლიგის ბავშვებს მაგალითად ფულს არ ვახდევებ და ჩემთვის პირადად ჩემოსავლის წყარო ეს არ არის დიდებს რაც შეეხება და B და ძირითადი რაოდენობა ვინც შემოსავლის წყარო არის აკადემიებისთვის არის C ლიგაში მოასპარეზე ის ბევრი გუნდები და დღესდღეობით იმხელა სპორტში კონკურენციის წინაშე ვდგავართ რა ფეხბურთმა ეხა და რაგბი გვიწევს და აქვს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურები და ატარებენ უამრავ ტურნირებს და თამაშებს. აი როგორ ბავშვებზე გეტყვით, მაგალითად, ჩემ უფასოდ რო ვატარებდი ახლობლების შვილებს რა. ეს ბავშვები გაიქცნენ ფეხბურთზე რა. ხვიჩაკო არაცხელი ამ და იმან სერიოზული დარტყმა მოგვაყენა და ანუ აი ეს ფაქტორი რომ ჩვენ ამ ბავშვებს ოლიმპიური სისტემით უნდა ვათამაშოთ და თუნდაც მშობელს ფორმას ვაკერიებთ, გადასახადს ვახდევიებთ და ორ თამაში კიდე დავდეგით იმის წინაშე რომ ძალიან დიდი გადინება შეიძლება რომ გამოიწვიოს და რაღაცა კუთხით უკვე გამოიწვია. და აი ამასთან დაკავშირებით რას ვფიქრობთ? საინტერესოა ჩვენ მივიღეთ რაც აკადემიამ დავილაპარაკეთ და მადლობა ზაზას აკადემიას აქედან რომ დიდი ჩართულობით და რაღაცა გააკეთა ტურნირი რესურსები რადგან აქვს ამის გამომდინარე და ეს ბავშვები ნაწილობრივ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, მაგრამ ყველა გუნდი ვერ იღებს იქ მონაწილეობას, ბუნებრივია და
ანუ მივდივართ იქამდე თუ არა, რომ გაჩნდა იმდენი ბავშვი, რომ ანუ ალტერნატიული ლიგების შექმნა გახდა თუ არა საჭირო. აი ეს კითხვა მინდა დაგისვა და დავამთავრებ ძალიან დიდი ბოდიში და აი მე რასაც ვხედავ, ადრე არ იყო ეგ მიდგომა, რომ თქვენც არ ხართ მე მგონი ამის წინააღმდეგი, რომ ალტერნატიული ლიგები იყოს და ბევრმა ბავშვმა ითამაშოს და იმიტომ რომ არ შევეხები ხა მე წინა რა იყო, მაგრამ არ იყო ეს ხედვა ადრე ფედერაციაში. თუ ეს ხედვა არის ეხლა მე ძალიან მიხარია, მაგრამ უბრალოდ მე ვთვლი, რომ უფრო მალე უნდა გავიგოთ ეს ინფორმაციები, თქვა თუ C-ლიგის ფორმატი ესეთია, რომ ჩვენ მენეჯერები ვინც ვართ, დროულად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ იმიტომ რომ იმხელა დარტყმა არის აკადემიებზე ეხლა დღევანდელ სიტუაციაში ფეხბურთის სკოლების დანგრევის მე და ჯაფარას ჰქონდა ოქტომბერში პირველი იმპულსი რომ ვნახე ამისი ლაპარაკი პირდაპირ ვიტყვი დაახლოებით 200 ბავშვი მაკლია აკადემიაში ეს ხდება ყველგან ვიჯებო ყველა კლუბებში და მაგრამ შემცირდება ფილიალები დაიხურება და ხალხი რჩება უბრალოდ თუ მუშაობ მე მგონია რომ ყველა სატკივარი უნდა იყოს და არა თორნიკესი ზაზას აკადემიაში იმისი თუ ამისი რა თქო შეიძლება თქვენ ნახევრად კითხვა იყო ნახევრად პოზიცია ხო გასაგებია და მე მინდა დავამატო ძალიან ახსენეთ თქვენ რომ ბევრჯერ მე უფრო ბავშვთა გალაბუზე ვარ გადართული და იმავე C-ლიგაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა რომ ხო ერთი წელი უნდა მართლა შეიძლება 6 თვეში ბავშვმა ისე მოუმატოს რომ C-ლიგის კი არა A-ლიგის ბავშვია ხო რეალურად ტალანტია პატარა ჯერ აიც ხო მისულია გალაბუზე მაგრამ მაგარია და უცებ უნდა აიწიოს ზემოთ მე რაც გავგეხა არ ვარ ესე ჩახედული პირდაპირ ვამბობ აქ თქვენგან ვიგებ რაღაცებს თოკოსგან ბიჭებს რო ველაპარაკები ხოლმე დღეს თქვენგან ანუ თუ C-ლიგაში არის დაუშვათ რაღაცა ოლიმპიური სისტემა და ორი თამაში ხო თქვენ ვიახსენეთ რომ არაერთხელ ყოფილა რომ მენეჯერებთან დამირეკავს ეს მაგარი ბავშვია A-ლიგაში ავწიოთ ფიზიკურად ვერ იქნება ხო ალბათ საკმაოდ ნაკრებში ვიდა ნაკრებში ხო თუნდაც ხო გუნდს შესთავაზებ ხო ეს თავის გუნდშიც დაინახავენ რომ ეს მაგარია დაუშვათ მაგრამ თქვენ იგივე ნაკრებებისთვის მაგრამ იმავე გუნდებისთვისაც კი მწვრთნელი ვარჯიშებზეც უყურებს მაგრამ თამაში ჩნდება ხო უმეტესწილად ეგ ყველაფერი თუნდაც ბავშვებში და ორი თამაში და ნუ კაი მოიგე გახვედი მე კიდე გვექნება ალბათ ხო ესეა ხო ოლიმპიური რახან არის მაგრამ ალბათ არ არის ხო საკმარისი იმისთვის რომ თუნდაც ის ნიჭიერი ბავშვი დავინახოთ და შეიძლება იმას აუ გული აუცრუდეს ხო მე მარტივ ენაზე რო ვთქვათ წავაგე ეს თამაში მე კარგად ვთამაშე მაგრამ ნუ კაი ვერავინ ვერ დამინახა ვერსად ვერ ამომწიეს და ხო მივხვდით ალბათ რაზეც არის ვაფარ ეს ყველაფერი ეხა მე რასაც ვიძახი ანუ ეს ყველაფერი არის რესურსთან დაკავშირებული რა მე არ ვიძახი ფინანსური რესურსი უპირველესი ჩვენი პირველი გასაჭირი რაც არის ეს არის საჯის რესურსი დღეს ჩვენ 23 ასოცირებული საჯი ყავს აქედან 10 სუპერლიგის დანარჩენი 13 არის ბავშვთა საერთაშორისო კატეგორიის და ბავშვთა ასაკის საჯი ანუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩამოვიყვანეთ ჩვენ მანამდე მუშაობდა სერვის სპეციალისტი დრაგანელე ეხლა ჩამოვიყვანეთ ერთ-ერთი რა ვიცი წარმატებული და დიდი ბექგრაუნდის მქონე ინსტრუქტორი რიჩარდ სტოკი ინგლისელი რომელიც მუშაობს და მე ვფიქრობ რომ ნაყოფიერად მუშაობს იმიტომ იქიდან გამომდინარე რომ საჯების რაოდენობა იმასთან შედარებით ნაბიჯ გაზრდილია იზრდება ახალგაზრდა საჯები წამოვიდნენ აპირებს კიდევ რომ რაღაცა თავისი ჩაატაროს თავისი მივიდეს აკადემიებში თქვა და ილაპარაკოს იმაზე დიდად მოხარული ვიქნები და უმასპინძლა ზოგადად საჯი საიდანაც წამოვიდეს უნდა კალათბურთიდან წამოვიდეს და ეხა ყველა ჯორდანი ვერ იქნება და ყველა ვერ ითამაშებს კალათბურთს მაგრამ ის რომ ბავშვს კალათბურთი უყვარდა შეუძლია რომ დარჩეს თქვა კალათბურთში ეს ერთ-ერთი მიმართულება ის რომ შეიძლება გამოვიდეს კარგი საჯი და ლაპარაკი იქნება ზუსტად იმაზე რომ ეს კომუნისტური გადმონაშთი რომ წამოძახება სხვადასხვა სიტყვების ტრიბუნებიდან მარტო ეს არ არის რა იმიტომ რომ ის კაცი ლაპარაკობს იმაზე რამდენად დაფასებულია ევროპაში მსაჯი თუნდაც ის ფიბას მსაჯი და თუნდაც ის ევროლიგის მსაჯი და რამდენად კარგია ვთქვათ მსაჯობა და ჩვენ შარშან ჩავატარეთ სემინარი როდესაც ყავდა თუნუჩი ჩამოყვანილი იგივე ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ჯიკიჩი და რიჩარდმა ჩაატარა თავის სემინარი და ილაპარაკა რა ამაზე რაც შეეხება თქვენ კითხვას ის ბავშვის განვითარებას და შემდეგ განვავრცო კიდე ამას არ დამიწყებია თორნიკე ბავშვი ზოგადად ყველაზე კარგად უყურებს ბავშვს მწვრთნელი და იქ ვარჯიშიდან გამომდინარე მისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე ყველაზე კარგად მწვრთნელმა იცის სადა რომელ ლიგაში უნდა ითამაშოს ბავშვი
იქიდან გამომდინარე მე რაც თქვი, თუნდაც ის ორი თამაშიც იმ ბავშვისთვის, იმ პერსპექტივისთვის მწვრთნელისთვის საკმარისი უნდა იყოს, თუნდაც ის ბავშვი C-ლიგიდან B-ლიგაში რომ გადაწიოს და უფრო მეტი ათამაშოს. რაც შეეხება ამ პრობლემას, რა პრობლემის წინაშე ჩვენ ახლა დავდექით მსაჯის ეს არის დროებითი და ეს C-ლიგები იქნება სანამ, იმიტომ ვიძახი რომ ჩვენ შარშან გადავედით, ანუ რომ მაისში რომ უნდა მორჩენილიყავით თქვა ჩემპიონატებს, ივლისში მორჩით ჩემპიონატებს რა და ეს გვიშლის მორებში მერე იქიდან რომ როდესაც შენ მსაჯის რესურსი არ გაქვს, ეს მთლიანი სეზონის მანძილზე ეს მსაჯიც იღლება. ბოლოს უკვე ჩვენ გვაქვს მაისში და ივნისში ანუ დრამიანობა მსაჯების მხრიდან და 6 მსაჯით დავამთავრეთ, იქ აღარ იყო იმაზე სუპერლიგის მსაჯებზე და იმაზე ლაპარაკი ფიბას კატეგორიებზე 6 მსაჯით დავამთავრეთ შარშან ჩემპიონატი რა. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ დროებით თქვათ სულ ისე რომ არ დარჩენდა ეს C-ლიგები და ეს ბავშვები. ხო, ეგ ძალიან კაია რომ დროებით მე არ ვიცოდი ეგ ინფორმაცია ახლა. თამაშობ ამ ბავშვებმაც და დროებით იქიდან გამომდინარე რომ რესურსი სადამაც გაგწდება, იქამდე ესე გავაკეთოთ. და ანუ ეს ხედვა როგორია, ანუ რამდენი ხანი არის ეს დროებით და თქვათ როდის იქნება შესაძლებელი რა 1 წლიანი, 2 წლიანი ჭრილია თუ 3 წლიანი თუ როგორ? მე ვფიქრობ, რომ 1 წლიანი, მაქსიმუმ 2 წლიანი ჭრილი ალბათ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღქმედეს. დაახლოებით რამდენი მსაჯი არის საკმარისი დღევანდელი ანუ ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად? ანუ რამდენით მეტი უნდა გყავდეს მსაჯთან კავშირში? დაახლოებით ესე რომ გითხრა ახლა მარტო მსაჯზე ხო არ არის, აქ არის დარბაზზე დამოკიდებული ბევრი რაღაცა. არა, ჩვენ ხა მსაჯი დავასახელეთ თავარ პრობლემა და ინფრასტრუქტურასთან მივალთ კიდევ ვიცი რომ ძალიან მწვავეა ეს პრობლემა. დაახლოებით ალბათ უნდა ყავდეს ყველა ასაკში თავის სუპერლიგად ალბათ 1-40 მსაჯი. ანუ გვაკლია 1-15. დაახლოებით 40 მსაჯი უნდა ყავდეს, რომ ჩვენ არ დავდგეთ იმ პრობლემის წინაშე, რომ თქვათ რამდენიმე ჩემპიონატი თუნდაც მომატებული გუნდებით ჩავატაროთ. მსაჯების მოწვევა რამდენად მიღებული პრაქტიკა არის ზოგადად კალბურში. აი ეგ კითხვაც მაქვს, იმიტომ რომ ზვირის სიამოვნებაც ხო, ზვირის სიამოვნებაც არის ხადია, მაგრამ ნუ ეს ზოგადად ფეხბურთში არის ხო, არის პრობლემა ჩემპიონატები საქართველოში ყავს, უკრაინიდან არიან, ქუთაისში რეგიონში არიან. იულია ქალია მსაჯი, რომელიც რაღაცა პრობლემების გამო ანუ საცხოვრებლად გადმოსულები ხო? წარმოვიდა უკრაინიდან, წამოვიდნენ, გამოექცნენ იქ მდგომარეობას, იცით რომ მიადგეს იქ და ეს ქალი თავიდან ავარჯიშებდა ბავშვებს იქ რაღაც აკადემიაში, შემდეგ თქვა რომ იყო მსაჯი, უკრაინაში მსაჯობდა, გაიარა ტესტირება რიჩარდთან და დღესდღეობით ბავშვთა ასაკის თამაშებს იმაშობა მსაჯობს ძალიან წარმატებულად. ანუ რაღაცაში წავადგა უკრაინიდან ხალხმა. რამე ხო არ გამორჩა რაღაც კითხვა. არა. ხო, ინფრასტრუქტურაზე გინდოდა დაგესვა. ხო, ინფრასტრუქტურა მოიტანა თვითონ საუბარმა და ისედაც ვაპირებდით ვანომაც ახსენა და ინფრასტრუქტურის პრობლემა მე ვთვლი რომ ზოგადად პირველ ადგილზე მდგარი პრობლემა ჩვენ სფეროში, როგორც ეს იქნება აკადემიებისთვის დარბაზები, თამაშების ჩასატარებლად დარბაზები თუ ასე შემდეგ რა და მაგალითად ბევრ პოდკასტში ვიძახი გადაცემაში და ყველგან ვიყენებ იმ საშუალებას, რომ ჩემი აკადემია ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე მწვავე თუ დგას ეს პრობლემა და მოახლოეს წლებში თუ რაღაცა არ გამოსწორდება, ცოტა ნათელფერებში ვეღარ ვხედავ ჩემი აკადემიის განვითარებას, იქიდან გამომდინარე, რომ პატარა სკოლები გვაქვს იჯარით აღებული, სადაც მოგეხსენებათ რაღაც ასაკამდე შეიძლება ბავშვის სრულფასოვანი განვითარება და მერე უკვე რთული არის და კონკურენციაზე ბაზარზე გამოდიან კაი აკადემიები, როგორიც ზაზა არის, ვიქტორია არის, ასე შემდეგ, ეს ძალიან კარგია, მისასალმებელია, მაგრამ უბრალოდ ჩემი ხედვა არის, რომ თუ ალტერნატიულ აკადემიებსაც, როგორც ჰიუნდაია, მეო არის, არ გაუჩნდა ალტერნატიული ინფრასტრუქტურები, ძალიან რთული იქნება თვითონ მათი განვითარება და ჩვენი თავისთავად რა და ანუ აი რაიმე ხედვა თუ არის ფედერაციაში, ამაზე ზოგადად თუ არის რამე საუბარი,
რა თქმა უნდა ეს სახელმწიფოს ჩართულობით უნდა მოხდეს, ახლა მე ნაკლებად იმედი მაქვს იმისი, რომ ვიღაცა მოვა ადამიანი, რომელიც ჩვენ მილიონებს ჩაგვიდებს და ინფრასტრუქტურებს აგვიშენებს, მაგრამ ძალიან მწვავედ არის ჩემი აზრით ეს მომავალი განვითარების ნაბიჯები რო გადაიდგეს ბავშვთა კალათბურთში და იმ ინფრასტრუქტურაში ჩემი აზრით საჯებზე რო საუბრობთ, ანუ ბევრი ბავშვი რო გვეყოლება, მეტი დაანებებს თავს და მეტი წავა მსაჯობის კუთხით, მეტი მენეჯერი გვეყოლება, მეტი ექიმი გვეყოლება, ესე ვთქვათ, მეტი ჟურნალისტი სპორტული და მგონია რომ მაინც პირველი პრობლემა გვაქვს დღეს რა, ჩემი გადმოსახედიდან და რამდენად იზიარებ და ვთქვათ, მოგვარების რაიმე გზები თუ ჩანს თქვენი გადმოსახედიდან. კი, ნამდვილად ინფრასტრუქტურული პრობლემები გვიდგას, არა მარტო დარბაზების კუთხით ზოგადად, ეხა ბიჭები წასულები სანიკიძე ვიკა ლაშა გამბრალიძე და საყვარელიძე ისლანდიაში იყვნენ ჩასულები აი მაშინ თამაშების დროს ისლანდიის მაგალითი გავედით ესე 300,000-ია მოსახლეობა მე როგორც ვიცი ისლანდიაში 300,000-ია მოსახლეობა ამ ქვეყანაში დარბაზებია ყველა კუთხეში, ანუ ვიკა რო ჩამოვიდა, იძახოდა რომ ყველა ნებისმიერ კუთხე კუნჭულში შეგიძლია შეხვიდე და ივარჯიშო. ან მიმართულებაც ჩვენი მხრიდან იცი რომ გაჟღერდა ბევრჯერ დარბაზების შენევა არა მარტო რეგიონებში, თბილისშიც, რომ რაც შეიძლება მეტი დარბაზი იყოს, ჩვენი დღევანდელი მინისტრი ბატონ შალო გოგოლაძე ძალიან მონდომებულია, იმიტომ რომ ვერისბაგი იცი რომ არ არის დღეს იმ მდგომარეობაში რომ გამფიქციური იყოს ადამიანი რავი დანიშნვიდან მე და ლაშა გამყრელიძე ვიყავით ჩასულები მოვიდა თვითონ მოვიდა და იმ პრარაბებთან ერთად იყო და შემოატარა მთელი ვერისბაგი რომ რა შეიძლება გაკეთებულიყო და ძალიან მონდომებულია ამ კუთხით რა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რა ვიცი ეს ახლა მარტო ჩემი ის არ არის რა, ანუ რაც ჩემი თვალებით მაქვს ნახი იმას გეუბნებით, ძალიან მონდომებულია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი დარბაზი აშენდება და ამ კუთხით მიდის მუშაობა, მე როგორც ვიცი, კონკრეტულად უბრალოდ ეხა რაღაცა დაზუსტებით ვერ გეტყვით ამას, იმიტომ რომ შეიძლება ყვილი გამომივიდეს, მაგრამ არ ვიცი, შემდეგში მოვალ კიდე და გვექნება ჩვენ ბევრჯერ ვიკეთებით ერთმანეთთან და ამაზე კიდე გვექნება საუბარი და ხო, ძალიან კარგი იქნება თუ ფედერაცია გვიშუამდგომლებს ჩვენნაირ კლუბებს სამინისტროსთან ესე ვთქვათ და ხელისუფლებასთან, რომელსაც ჩვენ პირდაპირ არ მიგვესულელება. კი, რა თქმა უნდა, ის რასაც ჩვენ იძახი რომ ვთქვათ დიდ აკადემიებს თავიანთი დარბაზები აქვს და ეს დარბაზი ძალიან ეხმარებათ მათ იმაში რომ რაღაც ნაკლები ხარჯი ქონდეს. ნაკლები ხარჯი არ არის. უბრალოდ სრულფასოვანი შეგიძლია ბავშვს მიცე ჩემი აზრით განვითარების საშუალებად. ამე არ უყურებ ანუ იმ კუთხით რომ იმ ხელა დარბაზებს ცოტა შენახვა უნდა არა იმას ძალიან დიდი თანხები ჭირდება და მე ამის გარდა ბიზნესში ვარ და ვიცი რამხელა რესურსები ჭირდება რაღაცეების შენახვას რა ან მე ილუზია არ მაქვს რომ რაღაცა იაფია და მე წევანდელი კითხვა კიდე რაც შენ ახსენე ისა თორნიკე ალტერნატიული ლიგები რა ხო კი ჩემი აზრით ძალიან ჩემი აი მოსვლის დღიდან ეხლა სულ მინდოდა ან ჩემ ბავშვიდან გამომდინარე ისე რომ რაც 2015 წელს მივიყვანე ზადასან აკადემიაში, სადღაც ზურა სამხარაძე იყო მაშინ. ჯერ კიდე ზადასი არ იყო ის აკადემია და იმის მერე იქ დავტოვე და ანუ იმის მერე ვარჯიში არ მქონდა გაცდენილი, ბავშვს დავყვებოდი ყოველთვის. ეხლა ყველა მამას უნდა თან კალათბურთი ვისაც თამაშები აქვს, რომ კალათბურთი ითამაშოდა. იქიდან გამომდინარე, აი ეს ბავშვის განვითარებისთვის რა იყო საჭირო, ვიცოდი რა, ხელა 7 წლიანი გამოცდილებით ხო და რა შეიძლება ბევრი თამაში. და რომ მოვედით ალტერნატივაა. მე და გიორგი აი სულ ვიძახდი რომ რა შეიძლება მეტი თამაში რეკავდი იქ ლიტვაში, ლატვიაში და აი თქვათ ჟალგირის ის ანდრო ანთელიძე იცი ხო? ჟალგირის ჩანა ანდროსთან ბევრჯერ მაქვს რა ნალაპარი მანუჩარ მარკოიშვილთან. ძალიან დიდი წარმატებები მინდა უსურვოდ ბოდიში ჩაგეჭერი, მაგრამ ძალიან სასიხარულოა ესეთი ფაქტები ქართული კალათბურთისთვის და ბევრი ანდრო ანთელიძე გვინდა რომ გავიდეს ევროპაში და თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მე ისევ ქართულ კალათბურთს მოახმარო. იგივე მანუჩარ მარკოიშვილთან მქონდა აი ძალიან ბევრჯერ რა მქონია რომ აი 40 წუთი საათანხი ვარ ვილაპარაკია რომ აი რა შეიძლება გავაკეთოთ რა ბავშვმა რა შეიძლება იყო იქ ლაპარაკები რომ თქვათ
ლიტვაში 120-150 თამაშს თამაშობენ ბავშვები, ძალიან ბევრი მგონი იმას წლის განმავლობაში რა, გამოდის რომ ეგ ხა გადაწყვეტაა, ხო მგონი. ანუ ეს ჯამში შეიძლება მივიდეს მაგ ციფრამდე, მაგრამ მე შემდეგ უკვე რაც დავინტერესებს, ფედერაციის ჩატარებული ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატი ანუ რამდენ თამაშს თამაშობს. გამოვიდა ეს რომ 30 თამაშზე მეტი არ გამოდის არც ერთ ქვეყანაში რა. ეს შემდეგ არის უკვე კერძო ტურნირები, კომერციული ტურნირები უნდა იყოს, რომელზეც დადიან ეს ბავშვები და ჯამში გამოდით 70-80 თამაში. ჯამში. ეხლა ჩვენთან საქართველოში შენ იცი ალბათ რომ თითქმის ყველა გუნდი იებლი, BBVL-ი მე დავიწყე წელს ხო სამწუხაროდ აქამდე არ მქონდა საშუალება ხო. ეხლა გამოჩნდა რომელიც ძალიან ძვირი ხდება ხო, ძალიან ძვირი თურქეთის ბაზარი საკმაოდ ჩვენთვის ძალიან საინტერესო არის ეგ თურქეთი, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ლოკაციაც ხელს გვიშლის, ანუ ეხლა ის ლიტვა და ლატვია და ესტონეთი რო თამაშობენ, ისინი ავტობუსით ერთმანეთთან გადადიან და ბევრად იაფი და ადვილია. ჩემი შვილი სამჯერ იყო ეხლა წასული მაშინ როცა იქ თამაშობდა ანუ მე ერთი ფაქტი ხალისყობრივათაც რო გითხრა რომ რაღაცა ძალიან ისეთი ტურნირი არ არის რა ეხა ეს BBL-ი და იებლი რაზეც და არა უბრალოდ ძალიან ბევრი თამაშია უბრალოდ ძალიან ბევრი დარბაზი აქვს რომელსაც აქვს თავიანთი სასტუმროები და აცხოვრებენ ამ ბავშვებს და საკმაოდ ძვირიანია საკმაოდ ანუ ქართულ ახლა ლარით რომ მიდიხარ 600 евро ძვირი არა 550 евро უჯდება მშობელს და მადლობა ყველა მშობელს ვინც ჩართულია ამ პროცესში და ქართულ კლუბებს ამაში ხელს გვიწყობს და გვეხმარებიან. და სხვათა შორის ჩვენც გვინდოდა რომ რაღაცა საერთაშორისო ტურნირი გავაკეთებინა, იყო ამაზე პროექტიც რეგიონული განვითარების, ჩვენი რეგიონული განვითარების დეპარტამენტი მუშაობდა ამაზე, დროებით შეჩერებულია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამოგვივა და ჩვენ ლოკაცია გვაქვს ისეთი საქართველოს მდებარეობა ზოგადად ყველა სეზონზე შეგვიძლია ნებისმიერი ტურნირი ჩავატაროთ რა. თუნდაც ზღვისპირა ქვეყნებისთვის, თუნდაც მთის კურორტზე შეგვიძლია ჩავატაროთ და სპორტული ტურიზმი მე მგონია რომ ბევრად პერსპექტიულია საქართველოში და სპორტულ ტურიზმზე ვესწაუბრებით ყიბულის მერს უკვე საკმაოდ დიდი ხანია, როცა ყიბულში ვხედავ განსაკუთრებით დიდ პოტენციალს მან რა და საკურორტო ზონა რა. ხო არა, თვითონ ინფრასტრუქტურის კუთხით აქვთ რა, რომ ეს თუნდაც ოლიმპიური აუზი აქვთ რა, რეკონსტრუქცია რომ მოხდეს საბჭოთა კავშირში იყოს სულ 4. მოდი მინდა თოკოზე ვისაუბროთ, ამ ეტაპზე ყავს ერთი ქართველი ევროლიგაში და რა ვიცი, ჯერჯერობით შევსება არ ჩანს, რომ აქ დონეზე ბოლდვინი ხო, გაქართველებული ესე ვთქვათ. საკმაოდ ბევრი წელია ხო, აღარ გვინახია ქართველის ევროლიგაში ინტეგრაცია და აი ამ საკითხზე რას ფიქრობ და რამდენად დიდი პრობლემაა და ანუ პრინციპში კი ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც უნდა გამოვასწოროთ, რომ ალბათ ეს მეტი ევროლიგის დონის მოთამაშე გავზარდოთ, მაგრამ თუ ეხლა მეც კი ჩართული ვარ და ხო არ გამომჩა ვინმე, რომ ვინცაც შეუულია მალე მაგ სიმაღლეების დაპყრობა, ვთქვათ, ათუკა ბახტაძეა ერთი და მათე ყავლაშვილი რა, სამი ბავშვია ხო, რომელსაც დიდი იმედით შევცქერით და იმედია კიდე ბევრი იქნებიან რა ეგეთები. ნახოთ, სხვათა შორის პერსპექტივად არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სამი ბავშვი. რომელზეც ვყარებდეთ ჩვენ იმედებს რა, მე მგონია რომ ბევრად მეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ბალტიისპირეთის ქვეყნები მაგალითად რო აიღო ჩვენთან შედარებით მოსახლეობა ბევრად ნაკლებია, მაგრამ რეგისტრირებული კალათბურთელი ბევრად მეტია, თუნდაც ლიტვაში და ლატვიაში ვიდრე საქართველოში. ხო, იმათ როგორც შენ თქვი, ყოველ კუთხეში დარბაზი აქვს და ჩვენ აგერ 7 გუნდი სუპერლიგის ზაზას აკადემიაში ვარჯიშობთ. მაგით დათქვამია ყველა. კი, მაგრამ ნუ იმედია ხა სხვა წვეწვეთობით აისო, ერთი მოსმით ყველაფერი არ კეთდება და არა, რა თქმა უნდა, პროცესი დაწყებული ამას ყველა აღნიშნავს და უკეთესობა არის. ჩვენ ახლა ბევრჯერ რა თქმა უნდა უკეთესობა არის, მაგრამ ამით დაკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს მე. ერთი თავარი აი რაც არის ბავშვთა ასაკში, ბავშვების გადინება საქართველოსთან რა. ჩვენ არ შეხებივართ ახლა ამ იმას, მაგრამ მე ძალიან საინტერესო საკითხია, კი. მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის
ძალიან ამ ბოლო კოვიდის შემდეგ მასიურად გავიდნენ. ძალიან ბევრი ანუ აგენტი ჩამოდის, არ ვიცი რა დავარქვა, სკაუტი და მიყავთ ბავშვები. თან მიყავთ ისეთი ბავშვები, რომლებიც არ შეიძლება ჩაითვალოს თქვა პერსპექტიულ ბავშვად რა. იმიტომ რომ საქართველოში თითქმის ახლა ყველამ ვიცით, ბავშვი რო ერთი გამოჩნდება, შენ ციცი, შენც გაიგებ, ყველა ვიგებთ ხო, ვინ და რა. სერიოზულ ფულს იხდიან წელიწადი მე მგონი ერთ სადღაც 15-დან 20,000 ევრომდე ეს მშობლები იხდიან ამ ფულს მიყავთ ეს ბავშვები და შემდეგ აღარ კითხულობენ ამ ბავშვების ანუ აი როგორი სიტუაცია აქედან წავიდეს და იქ სად იქნება რა პირობებში იქნება ავარჯიშებს ვიღაცა არ ავარჯიშებს აჭმებს არ აჭმებს მე ბევრი მაგალითი მქონია თქვა ბავშვები ისეთ პირობებში ყოფილან რომ იქ რაღაცა დაავადებები და ხო ხდები ანუ ისეთ პირობებში ყოფილან რა აქედან წაყვანილი ბავშვები და მიუხედავად იმისა რომ მშობლებზე გამორთმეული ქონდათ რაღაცა თანხები სადღაც 15,000 ევრომდე ბავშვს ერთ მაგალითს მოვიყვან ფეხი გადაუბრუნდა ბავშვს და სანამ არ დავრეკე აქედან ორი კვირა ტეიპიც არ დალურჯებული ფეხით ანუ ბავშვს სურათებს მიგდებ და ბოლოს რო დაურეკეთ და რო უთხარით რომ ეხა ფიბაში დავრეკავ და რაღაცა მუქარაზე გადავედით რომ ბავშვს მიხედეთ და რა მე წაიყვანეს ტეიპი დაადეს და ის ბავშვი ჩამოვიყვანეთ მე საქართველოში ბევრი პერსპექტიული ბავშვი იკარგება აბსოლუტურად გეთახმები მე ვფიქრობ ესეთ რამეს მე არ ვიძახი ხლა იმას ბევრი შეიძლება წასულია პერსპექტიულ გუნდში ცოტა ისეთ წონიან გუნდებში არიან მე არ ვიძახი ხე ვალენსია ჟალგირისი და მსგავს გრანდებს ისეთ არანაცნობ კლუბებში მიდიან და ისეთ არანაცნობ ხალხთან სავარჯიშობ რომ მე ვფიქრობ რომ ჯობია რომ საქართველოში იყოს ის ბავშვი იმ მამამის და იმ მშობელს ბევრად ნაკლები დაუჯდება მისი აქ შენახვა და ბევრად ყურადღებას მიაქცევს 14 წლის ბავშვს მაინც ეხა რომ გაუშვებ მშობლის გარეშე სტრესია ხო მაინც ყველაფერს რო თავიდანანება და შემდეგ მიდის ისეთ პირობებში ბავშვი რომ წარმოდგენა არავის არ აქვს რა ანუ და რა არის მაგის მოგვარების და ან რატომ უნდა წაიყვანო დღეს ხომ საქართველოში აღარ არის იმის პრობლემა რომ თქვა ბავშვმა თამაში არ ითამაშოს ხო შეიძლება რომ ნებისმიერ გუნდში თქვა ბავშვი მიიყვანო და ის 26 თამაში იქნება თუ 30 თამაში იქნება ის ითამაშებს ხო და ივარჯიშებს მე ვფიქრობ ეს რაღაცას რომ მშობლებს უნდა ქონდეთ თვითონ ბევრი ინფორმაცია იმაზე და არ უნდა იყოს აი ეს ჩაბეჭდილი ტვინში რომ საქართველოსთან გავიდეს ბავშვი ლიჟბი და მე უკვე აღარ აქვს რომ ის უეჭველი ითამაშებს იქ არ შეიძლება ხო აბსოლუტურად გეთანხმები მეც მაგაზე ვარ და ძალიან ბევრი ბავშვი მანდი კარგება მაგრამ მაგას რაღაცა მიზეზები ქონდა და რაღაცები შეიცვალა და ჩემი აზრით მშობლების ინფორმირება არის მეტად საჭირო და მაგას ვიძახ ბევრი პერსპექტიული ბავშვი წასულა აქედან და შემდეგ აი 1 წლის მერე 2 სეზონის მერე ჩამოსულა და ის რაც იცოდა იმ ბავშვმა იმაზე სამუშაო და რაც თქვენ თქვით რომ მაინც და მაინც ყველაზე ნიჭიერი ბავშვებიც არ მიყავთ და მე ეგრე დავასკვენი რომ იმ ხალხისთვის ვინც ამ იდეაში თავის ბიზნესს აკეთებს და ბიზნესია არ არის და განათლება ნებისმიერი წაიყვანოს რომ ის ფული აიღოს რასაც იხდიან და მან ხო ეხა მშობლების ინტელექტზე ბევრია ხოლმე დამოკიდებული ზოგადად ბავშვი სპორტსმენის განვითარებაში მშობელზე ყოველთვის ძალიან ბევრია მაგრამ ეს ინფორმირებულობა რაც ვახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ვარიანტში იმიტომ რომ იმას წარმოუდგენია რომ აი 20,000 ვიხდი და ნუ შვილისთვის არ მენანება და ეხა წავა და იქ ყველაფერი დაალაგდება და კარგად იქნება ეგრე არ არის კიდევ უფრო მეტი ესეთი პატარა გადაცემები გვინდა რომ იმ მშობლებს ვინც გვიყურებენ ფედერაციის თამაშებს ვინც ესწრებიან ხო ორგან ინფორმაცია გქონდეთ რომ დღეს არ არის სიტუაცია ნამდვილად საქართველოში არიან სუპერლიგის გუნდები ალიგის გუნდები რავი როგორც ვიცი რაც სასიკეთო ძორებიც იგეგმება ალიგის კუთხით მომავალში და გვექნება საშუალება რომ ამ ჩვენ ბავშვებს ჩვენვე მივცეთ უკეთესი სიტუაციები მე მაგალითად ერთი დარჯანია მყავს ახლა 18 წლამდელებში პერსპექტიული ბავშვი ძალიან რომელიც მომადგა და მითხრა რომ აი ხო არ წავიდე 2 და 5 2008-იანი, რავი, ყველაფერი მონაცემი აქვს, მე რაც შემიძლია, ყველაფერს ამ ბავშვს სუპერლიგიდან გამომდინარე ფიზმომზადება არის, დანამატება, არა მეთქი, მე შენ გეტყვი, როცა უნდა წახვიდე აქედან და მზად იქნები ამ ყველაფრისთვის და
ალბათ მეტი გვინდა ესეთი ძლიერი ორგანიზაციები, რომლებიც ამ ბავშვებს და მშობლებს აუხსნიან, რომ მე შენზე ბევრად შემდგივა გული, ვიდრე, ანუ იქაც არის ხო, ანუ ძალიან ბევრი კარგი და ძალიან ბევრი ცუდი. თუ ბასკონიაში მიდის და მათესავით 4 წლიანი ჩემი თავი ენაცვალოს 10 ხელით გავაცილებ, ხო? ხო და აი ეგ უნდა აუხსნათ ალბათ რა, რომ რომელია კარგი და მე ვფიქრობ აი ჩვენნაირ კლუბებს უნდა გქონდეთ კარგი კონტაქტები იქაურ წარმომადგენლებთან, რომ სანდოობა გქონდეს, რომ თუ გიშვებ, ესე იგი არის ისეთი ადგილი, სადაც შენ უნდა წარხვიდე რა. კი, აუ და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ საკითხი, მეც გეთანხმები, რაც წამოჭერი, იმიტომ რომ ჩვენ კარგავთ რეალურად კარგ ბავშვებს. გადინება მიდის ბავშვების და იმასაც ვეღარ ვიღებთ იმ ბავშვსაც რაც შეუძლია თქვა. იმიტომ ზოგი ისეთ ქვეყანაში მიდის, რომ თქვა თამაშობენ ფედერაციის ჩატარებული 4 თამაში შეიძლება ითამაშოს, შემდეგ რეგიონში უწევს ისე რომ მეტი თამაში იქ თუ არ გავიდა პირველ ადგილზე ან მეორე ადგილზე აღარ მოუწიოს და დადიან მე დამოკიდებული არიან კერძო ტურნირებზე. იმ კერძო ტურნირებზე სად მიდიან, რას თამაშობენ, როგორ თამაშობენ, ჩვენ არ ვიცით. არც მშობელმა არ იცის, დარწმუნებული ვარ და ამიტომ მე მგონია რომ თვითოულმა მწვრთნელმა, თვითოულმა აი როგორც შენ მენეჯერმა თქვათ რომ მოვიდა ის ბავშვი და უთხარი რო კითხავს მსგავს რაღაცას ხო არ წავიდე, რატომ უნდა წავიდე? უნდა იცოდეს იმან რომ რატომ უნდა წავიდეს, აი რატომ მიდიხარ? იმისთვის რომ განვითარდე, თქვათ შეიძლება აქ უფრო განვითარდე შენ, ვიდრე წავიდე ისეთ კლუბში და ისეთ ქვეყანაში, სადაც საერთოდ შეიძლება ის რაც იცის ის დაგავიწყდეს რა. ამიტომ ჯობია რომ ისევ საქართველოში დარჩეს ბავშვი, თუ თქვათ არ იქნება კიდევ მეორე რაღაც ეხლა მარკოიშვილი მანჩარის ძმისშვილი გიორგის ბიჭი ვალენსიაში ქონდა რაღაც შემოთავაზება, არ ვიცი ხა არ მილაპარაკია 21-იანია მე მგონი. ხო, ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ბიჭია, სიმაღლეს და იმედია რომ მომავალი მარკოიშვილი მოვანაკლებში. კი და ერთი კითხვა და მე ნაკრებით გზე გადავიდე და დავასრულოთ. ანუ მე როგორც გავიგე, თქვენ მომხრე ხართ რომ ალტერნატიული ლიგები შეიქმნას. აი ამ ალტერნატიული ლიგების ორგანიზატორებს როგორ შეუძლიათ საჯებზე წტომა კონდეს, როგორ უნდა დაგეგმონ და ანუ ჩვეულებრივად ანუ ფედერაციის არ არის ეს საჯები, ხო? ცალკე დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც ფედერაციაში შემავალი, რომელსაც ნებისმიერ კერძო ტურნირს შეუძლია მოემსახუროს, ხო? ალბათ კარგია რომ საჯებსაც მეტი შემოსავალი ექნებათ, მეტ თამაშს იმსაჯებენ და ესეც ალბათ განაპირობებს მეტი მსაჯის დაინტერესებას. ხო, რაღაცნაირად მგონი ეგ მნიშვნელოვანია რომ იცოდენ იმ ადამიანებმა თუ ვინმე არიან, ვინცაც იდეაში აქვს, გეგმაში აქვს რომ მომავალში რამე გააკეთოს და ტურნირის ორგანიზება გაუკეთოს. კი, ოპერატორნიკი როგორ არის ეს საჯების თემა ერთპიროვნულად დამოკიდებულია მხოლოდ ინსტრუქტორზე, ანუ ამ შემთხვევაში რიჩარდ სტოკზე. ანუ ის გადაწყვეტს გაუშვებს თუ არა, მაგრამ მაგალითიც ვის მინდა გითხრა, არც ერთ თქვათ ტურნირზე არ ვთქვია უარი. რომ თქვათ წავიდნენ და განვითარდნენ ის საჯები, ვისაც ჭირდება პრაქტიკა. არასდროს არ ყოფილა ეს რომ უარი ეთქვას ამ ადამიანს, მაგათვის მართალი ხარ დამატებით შემოსავლის წყაროა. ალტერნატიულ რიგებს რაც შეეხება ჩვენ როგორც ფედერაცია ყოველთვის მზად ვიქნებით რომ დავეხმაროთ, თუნდაც ფაჩულიას აკადემია მე მენეჯერთან მქონდა ლაპარაკი ნიბლაძესთან ნიკასთან, რაღაცა მთხოვა, ჭირდებოდა ის ტაბლო და რაღაცა ინვენტარი ჭირდებოდა და ჩვენი მხრიდან არ იყო რა, არასდროს პრობლემა რომ დავხმარებოდით მსგავს რაღაცა. შემდეგ იმ დღეს Facebook-ზე ამომიგდო კიდე კაჭერეთში აპირებენ, მე მგონი ძალიან კაია, ხო, ძალიან კაი. ლიგის რაღაცის გაკეთებას რა. ძალიან კაია, უბრალოდ ცოტა დიდთანხებთანაა დაკავშირებული არ ვიცი ჩვენი მხრიდან ჩვენ გამოვთქვათ მზაობას ყველანაირად რომ დავეხმაროთ ალტერნატიულ ლიგებს. ის მსაჯდივანი იქნება, მსაჯი იქნება, ინვენტარი იქნება, რაც იქნება, დარბაზი იქნება, როგორც შეგვეძლება, როგორც შევეტევით, ყოველთვის მზად ვიქნებით და ყოველთვის დავეხმარებით. რაც მეტი იქნება ალტერნატიული ლიგები, ჩვენთვისაც უკეთესია. თუ თქვათ მოხდება ისე რომ კონკურენციას გაგვიწევენ, თქვათ ეს ლიგები, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება, რომ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთოთ და თქვათ ჯერჯერობით არის ზრუები და მე მგონია რომ რავი ფაჩულიამ გააკეთა, მე თორნიკა გააკეთებს, მე ჰიუნდაი გააკეთებს და ასე შემდეგ და
ეს ყველაფერი შეთანხმებულად უნდა მოხდეს, რომ ჩვენ არ გადავიკვეთოთ, თქვათ, ხო და აი მანდარი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა დამესვა ეკითხვა და მიხვედი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ წლის დასაწყისში სრული კალენდარი გქონდეს ფედერაციას, რომ ეს კომერციული ტურნირები მერე ამ კალენდარს მოეგრონ და იმ ფანჯრებში ჩასვან თავიანთი გრაფიკები. სრული კალენდარი ახლა როგორ არის დამოკიდებული ამ ეს დარბაზი ჩვენ სადაც ვატარებთ ამ ხო, მივდივარ დარბაზების პრობლემამ. ხო, მაგრამ სადაც ვატარებთ, ჩვენც იჯალით ვახალებული. შემდეგ ხდება ისე, რომ თქვათ შეიძლება გავიგოთ ერთი თვით ადრე, რომ რაღაც საერთაშორისო ტურნირი ტარდება, თქვათ ამ დარბაზში და ალტერნატივა თუ არ გვაქვს, გვიწევს მე ისე დარბაზის მოძებნა, მე გადატანა, გადმოტანა და ასე შემდეგ. ანუ ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთლიანი წლის კალენდარი ეს აი როგორც ცოცხალი ორგანიზმი ისე არის რა. ეხლა 11 გუნდისთვის მაგალითად სუპერლიგისთვის ადვილია ამის გაკეთება რა. ადვილია, მაგრამ შენ როცა 500 გუნდი ყავს 392 გუნდია სულ მთლიან ასაკობრივ ჩემპიონატებში 392 გუნდისთვის ძალიან ძნელია რომ შენ წინასწარ გააკეთო თქვათ ეს კალენდარი რა მთლიანად. იმიტომ რომ მაგრამ რაღაცა ძირითადი მაინც უნდა იყოს ალბათ შესაძლებელი რომ ეს ალტერნატივები განვითარდეს. ძირითადი მონახაზი ყველა მწვრთნელმა ყველა აკადემიამ იცის რა დროს შეუძლია წავიდეს, რა დროს უნდა გაგვაფრთხილოს ჩვენ რომ აი თქვათ მივდივარ ამად ამ დროს ჩვენ ყოველთვის შეღავაც ვაკეთებთ თუნდაც ჩემპიონატში ჩანიშნული თამაშები გქონდეს ჩვენ ვაკეთებთ ისე რომ ამ თამაშებს დებთ შემდეგ შეთანხმებით რა თქმა უნდა სხვა გუნდებთან და ანუ ხელს უწყობთ ყველანაირად. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რომ თქვათ ჩვენ ხელი შეგვეშალოს ვინმესთვის და სადმე წასულიყოს ვიღაცა და ჩვენ აქ ვინმეს 20 ჩაგვეწეროს ან მსგავსი მომხდარიყოს. ყველანაირად ვცდილობთ რომ ეგეც რაც შენ მითხარი აი ძალიან მოკლე დროში ალბათ მოვაიგზავნოთ რომ გაწერილი გვექნება მთლიანი წლის წინასწარ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. თქვენთვისაც კარგია, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა და გიორგისთვისაც. ხო და მადლობა და გიორგისთან გავაგრძელოთ ახლა ანუ მადლობა ძალიან დიდი საინტერესო იყო ჩემს განსაკუთრებით იმიტომაც ნაკლებად ვერთვებოდი რომ ახლა რო გითხრა რომ ბავშვთა კალათბურთში და ჩახედული ვარ და რაც კომპეტენტურ კითხვებს დავსვამთქო ვერად და რაღაცები გავიგე და ამიერიდან უფრო ვეცდები რომ მეტად გავერკვე ამ ყველაფერში და გიორგი ალბათ უფრო სუპერლიგაზე დაგველაპარაკება და იქ უფრო ცოტა მეტი ვიცი ვიდრე ბავშვთა კალათბურთზე და იმ რაღაცას ვკითხა. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა მოწვევისთვის, რა ვიცი, საინტერესო გადაცემაა, ყოველთვის დღეს გამოვიწერე კიდეც. მადლობა YouTube-ზე და თვალს ვადევნებ და წარმატებები მინდა გისურვოთ და ბევრი თქვენარი ხალხი მინდა იყოს საქართველოს კალათბურთში რომ რაღაცა ერთი კითხვა ის ბოლოში ტრადიციულად რას ვსურვებდი ქართულ კალათბურთს? აღმავლობას. მადლობა დიდი წარმატებები. ვაგრძელებთ აღარ მოგესალმებით, იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენს პროდიუსერს როგორ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ სავარაუდოდ ეგრევე მიეწყობა ეს ორი ნაწილი. გიორგი ჯაფარიძე შემოგვიერთა, სუპერლიგის დირექტორი, საინტერესო ადამიანი, მას დიდი ხანია მე ვიცნობ. და სასწაულოა რომ დღეს მოხვედი ჩვენთან და შენთან საინტერესო საუბარი გვექნება. ალბათ სუპერლიგაზე უნდა დაისოს პირველი კითხვა, ხო? იმ დღეს სხვა შორის მე ერთი შესწორება უნდა შევიტანო, შენ შემისწორე და მადლობა მაგისთვის წინა გადაცემაში ვთქვი, რომ ქორქი საგანდელიძის ფინალი GBF-ზე ვნახე მეთქი რა საიტზე და ერთი კამერით მიდიოდა გადაყვება ძალიან მაგარი თამაში იყო და მე სიამოვნებოდა ნორმალურ ხარისხში მენახა თქო და არ ვიცოდი ტელევიზორში თუ იყო რა ყოფილა. და პირველი თემა ეგ არის რომ ადრე ეგეც არ იყო რომ ტრანსლირებები არ იყო ხოლმე საერთო სუპერლიგის მატჩების და ეხლა სასიამოვნო არის რომ გვაქვს პერიოდულად საშუალება იმის რომ ნახოთ ტელევიზიით просто უბრალოდ მე იმ დღეს არ მინახავს ტელევიზორში მიწევდა ინტერნეტით ნახვა და ეგ შესწორება მინდოდა რომ შემეტანო. მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედი და დავიწყოთ რა საინტერესო არის შენ ჯერ ერთი ბოლომდე ჩართული ხარ უძღვები კიდევაც კომენტატორიც ხარ ხოლმე ამ სუპერლიგის მატჩების და იცი რა ზოგადად მინდა რომ კითხო რა არის წინსვლა სუპერლიგაში რას ხედავ უკეთესობას იმიტომ რომ შენ ვიცი დიდი ხანია ადევნებ თვალყურს მუშაობ არ მუშაობ რა მნიშვნელობა აქვს ადევნებ გულშემატკივარიც ხარ და იყავი ყოველთვის ქართული კალათბურთის და ასევე ზოგადად აი პირველ რიგში გამოსწორებელი რომ ბევრია ნათელია მაგრამ უახლოესი მიზნები რა არის რაც უნდა გამოსწორდეს რაც ხედავ შენ თავარ პრობლემას პირველ რიგში მოგესალმებით მინდა წარმატება გისურვოთ ზოგადად პოდკასტი ძალიან საინტერესო ფორმატია ხო YouTube-ზე და პოდკასტის ეპოქაში ცხოვრობთ საკალათბურთო
სუფთა ქართული ერთადერთია. მე რაც ვიცი და ჩართული ვარ იცით ამ YouTube-ის თემებშიც, მე მქონდა ადრე პოდკასტი და ვიცი რამდენ პრობლემას წარმოადგენს. 3 თვე მქონდა გადაცემა, ზუსტად ანალოგიური ფორმატით რა, ქართულ კალათბურთზე სუპერლიგის სამყარო ერქვა და უშუალოდ სუპერლიგაზე როგორც თქვენია, რა თქმა უნდა იქ სხვა თემებიც იყო და ვიცი რა რთულია ზოგადად პოდკასტის ასე თქვა მართვა, ამის შეინახო ჭყალებში და ასე შემდეგ და მინდა წარმატება გისურვო და რაც უფრო მეტი იქნება თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე და პირიქით სურვილი გაქვთ რომ მეტი პოდკასტი იყოს ჭყალებში კონკურენტი. კი. ჩვენთვისაც კარგია აქტიური მაყურებელი და ასე თქვა გულშემატკივარი ვარ და ძალიან სასიამოვნოა მით უმეტეს მსგავსი ფორმატი უფრო ბევრ საშუალებას იძლევა საუბროს ვიდრე ალბათ სატელევიზიო სადაც დროშიც გაჭედილი ხარ და ასე თქვა ყველა შეიძლება კონკრეტულ ყველაფერს ვერ შეეხო. რაც შეეხება სუპერლიგას ხო ჩვენებები დავიწყოთ. ქორქიას საგანელძეზე ხო ფინალი ქონდა მარტო ჯერჯერობით სამწუხაროდ ქორქია ვერ მოხდა რომ ესე ჩასმულიყო ფინალი 4 კამერით ვიდეო რეფერით და ასე შემდეგ და რაც შეეხება გადაღებებს. როდესაც მოვედით ჩვენ და ჩვენი გუნდი აქტუალური თემა იყო რა. ალბათ რა თქმა უნდა ხა რასაც ვამბობთ უნდა ყოფილიყო 10 და 15 წლის წინ გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ სუპერლიგა არც არ შუქდებოდა. ბოლოს პაულის წინ იყო. შენ იყავი მაგას ვიძახ. შენ იყავი ბოლოს აფხაზეთის სხვაზე. მეგონი სადებიუტო იყო შენთვისაც მაშინ კომენტატორობა და იმის შემდეგ რომელიც წელი იყო 2012 იყო და 11-12 ეგრე იყო სადღაც. ანუ შსს არმიას დროს აფხაზეთის ხმაზე გადიოდა, აი როგორც ეხა ჩვენთან გადის სრული ფორმატით რა, ანუ 5 არა, რეგიონები არ გადიოდა. მარტო თბილისური თამაშები იყო. სპორტს ასოფლეშიც ყველა თამაში გადიოდა კი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველი იყო საცდელი და მარტო თბილისიდან დავიწყეთ, ჩვენ ცოტა ძნელი იყო მაშინ. ახლად მცებ ყველაფრის ერთად დაწყება და რეგიონების რომ ეს იყო შარშანწინ პლეიოფები გაშუქდა. 2000 არა, 2000 შარშან ჩავატარეთ სრული წელი და ახლა მიდის სრული. რომ მოვეთ 2022 წლის 1 დეკემბერი იყო და მეორე წრო დაიწყო, ავიღეთ მარტო თბილისურები. ხო, და პლეიოფებიც. და პლეიოფებიც. რეგიონის ჩათვლით, ოღონდ რეგიონში მაშინ ქუთაისში ვერ გავედი და რუსთავი იყო და მაშინ რუსთავით ესეოს ფინალიც იყო. ხო, ქუთაისი იყო კიდე ერთი გუნდი. არა, ქუთაისის პლეიოფში ვერ გავიდა, მოგეთ ბათუმში ვერ წავედით, ასე ვთქვათ. და ვიდეო რეფერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მე ვფიქრობ გუნდებისთვის, შენ აღნიშნე კიდევაც, რომ 7 წელი კლუბში მუშაობდი და რთულია რა, ძალიან ასტრაფებულია კალათბურთი. საჯისთვისაც რთულია. ხა რეპორტაჟებზე რო ვზივარ, თქვით რომ ეს კომენტატორი ვარ. და შენ ალბათ და შენ ტელევიზორში უყურებ, ხანდახან გამეორებაზე ვერ ხვდები, ვისგან გადავიდა. კი ბატონო. ის კი არა, ანუ მეტი კამერა ბევრად მნიშვნელოვანია. ხო, საჯი ძნელია რა, რომ საჯმაც ეს დინამიკაში დაინახოს და ალბათ ვიდეო რეფერი აუცილებელი იყო, ის თუნდაც ელემენტარული ვისგან გადავიდა ბურთი შეიძლება გადამწყვეტი იყოს თამაში. და ვიდეო რეფერი არის ყველა, ასე ვთქვათ, ყველა მატჩს ემსახურება და რაც საჯებით კომფორტია და რო ვკითხე პირიქით საჯებსაც ძალიან გაუხარდათ, იმიტომ რომ იმდენად ასტრაფებული და დინამიკაშია, რომ შეიძლება ხანდახან კამერაც კი კამერითაც შეიძლება პირველივეც იმით ნახვით ვერ გაიგოთ, ეხა მით უმეტეს ცოცხალი თამაშის დროს. და რა თქმა უნდა ეს ვიდეო რეფერი, ეს გაშუქება, ეს რომელიც ადრეც უნდა გაკეთებულიყო, რა თქმა უნდა, მოკლედ ეს დავიწყე და ერთ-ერთი ძალიან კარგი წამოწყება და სიახლე იყო და ამას დაემატა ალიგის ასევე ლაივები, ალიგაში ტურში ერთ თამაშს ვაკეთებ და ალბათ ამ ეტაპზე ეხა წელს ძალიან კარგი ალიგა გვაქვს, მაგრამ თორნიკე დამეთანხმები ალბათ გასული წლები რომ ვიყოთ ტურში ერთ თამაში უკეთესი იყო, და მაყურებელს ყოველ საინტერესოს დაძაბული თამაში და თქვა ქონდა ცენტრალური თამაში. ხო, 50-20 ქულე. თუმცა პლეიოფში იქაც ყველა თამაში მოვიცავდა. მომავალწელს ვფიქრობთ რომ მთლიანად ავიღოთ ალიგაც ფორმატით და კიდე ერთი რაც მინდა მეთქვა, ჩვენ ეხა ხშირად ყოფილა საუბარი ვთქვა რატო არ არის ცენტრალური ტელევიზიით და რატო გადის Georgian Times-ზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი და აქ ხა რეკლამაში არ ჩაგვეთვლება ეს. სილკზე ნალაპარაკები მქონდა, შენიც სილკს წარმოადგენდა ბიჭებთან და პრობლემა არ იყო ამის გაშუქების, უბრალოდ რა ხდება. კი, ეხა შაბათკვირა ჩვენ მარტივად შეგვიძლია ტური, ხო თქვა პარასკევი, შაბათკვირა, ორშაბათი თქვა ავიღოთ, მაგრამ პლეიოფები არის მოძრავი. როდესაც საპლეიოფ ეტაპზე გადადიხარ, იქ ხან ორშაბათია, ხან სამშაბათი, შეიძლება 5 მატჩამდე გაგრძელდეს სერია, 3 მატჩი მოჭედა, ძნელია შენ ეხა იცი სილკს თავის მილიონი რეპორტაჟია და ეხა შენ ეხა წინასწარ არ იცოდი და ცოცხალი ორგანიზმი და თქვა იგივე პირველ არზეც რო გავიდეს რა, რეგულარული არის ძალიან მარტივი. ავაწყობთ ერთად დავждებით, ავაწყობთ. თქვა იმ დღეებზე შევთანხმდებით. და რაც არ მოხდება პლეიოფში, სილკში არ შეიძლება რომ ის YouTube-ზე იყოს? ხო და ნახე აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ აგვეყო ეხა Georgian Times-ი გვაძლევდა იმ საშუალებას რომ როგორც თქვენ გინდათ ყველა მატჩი რაც გადის თქვენ გემოზე თასის 4-თა ფინალი იქნება, თასის ფინალი იქნება, ხო, ყველაფერი შაბათკვირას ვერ ეტევა. ყველა თამაში, სხვაშორის ეხა თასის მე-4 ფინალები არ გქონდა. და გაისათ ესეც არის უკეთებს რომ ესეც დაემატება. და აქედან გამომდინარე ავირჩიეთ ისეთი ტელევიზია, სადაც აი ასე შეიძლება ხტონ ეხა YouTube-ზე ხო ისედაც უშვებთ. ეხა YouTube ისეთია რომ დღეს ბევრი უყურებს YouTube-ზე, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ტელევიზორში უყურებს.
და ბევრს არ აქვს იმის საშუალება, თქვა რეგიონებში რომ smartphone-ით თქვა გადაერთონ ახლა HDMI კაბელით და ასე თქვა YouTube-ით ჩართო ტელევიზორში. ამიტომ მაყურებელს რომ მე შენ არ გამოაცალო ჯობია რომ კონდეს ეს ტელევიზია, ან რაღაცა შეიძლება რაღაცა ელემენტარული მოხდეს, რომ ჩვენ მოგვიწევს თამაში ან ევროთასებზე მოდის გუნდი და ხტები ახლა რა პრობლემასაც იძახი ხო? ეს ცუდი ვირუსი მქონდა ამიტომა. და აქედან გამომდინარე გადავწყვეტ ხონოდაც ისე ტელევიზია რომელიც შენ გერგება და შენ გაქვს იმის ფუფუნება რომ თუნდაც გუნდი რომელიც ევროთასებზე გამოდის და რაღაც მომენტში ჩვენ სამწუხაროდ ესეც გვაქვს რომ ფრენა ჩარტერი არ ხორცელდება და რაღაცა შეიძლება იმ მომენტში გუნდმა ვეღარ ითამაშოს ან დასვენება უწევდეს ან ისეთი მნიშვნელოვანი თამაში კონდეს რომ ტურში დავასრულოთ ხო ამისთვის მე ნებისმიერ დროს უკვე ის ტელევიზია შენ გაძლევს იმ საშუალებას რომ ეს თამაში ჩართო და მარტო YouTube-ზე აღარ იყოს და ანუ სატელევიზიო ვადე თავიდან ბოლომდე მოვიცვი თორე პირდაპირ ვიძახი პირველი იყო სილკში ზარი ჩემი ხრიდან და სილკში სვაშ აქამდე ანუ ეს მოლაპარაკები რომ წავიდა პრობლემა არ იქნებოდა უბრალოდ რთულია აი ესე მოძრავად იმ მოძრავ პლეიოფებში შეიძლება ახსენე რეკლამაში არ ჩამოთვალოს პირიქით მე მგონია რომ ბევრჯერ უნდა ვთქვათ ეგ რომ არის ჯორჯიან ტაიმსზე და რამდენად საკმარისი არ მხოლოდ პირდაპირ რეპორტაჟებს არ ეხება ეს ამბავი რამდენად საკმარისია რეკლამა ზოგადად ანუ ქართული კალათბურთის რეკლამა სუპერლიგის რეკლამა ანუ ის რომ ჯორჯიან ტაიმსზე გადის რეპორტაჟები კი ეხლა ჩემნაირად ვისაც უყვარს ხო ანუ ვიღაცა ძალიან რომ უყვარს იმან შეიძლება მიაგნოს იცოდეს სადმე ნახოს წაიკითხოს მაგრამ არის ისე რა ნეიტრალურად დამოკიდებულება ვისაც აქვს ან ნუ რო იცოდეს რომ იმ დროს სხვა არაფერი გადის საინტერესო გადართოს მაგრამ არის ის რომ არის რეპორტაჟები რა და აი მაგის პოპულარიზაცია კიდევ უფრო მეტად მე მგონია რომ საჭიროა და ასევე კიდევ ერთი კითხვა მქონდა ეგეთი და მაგრამ აქვე ჩავადება რახან მაგაზია ლაპარაკი PR-ზე ლაპარაკი აჭარაბეთი არის სპონსორი ხო როგორც ვიცი სუპერლიგის ანუ რატო არ ხდება უფრო მეტად შეფუთვა ასე ვთქვათ თუნდაც მათი მხრიდან დახმარება სუპერლიგის შეფუთვაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი უფრო მეტი PR-ი რა იმიტომ რომ ეს ყოველთვის საჭირო არის თუნდაც აისახება ეგ ყველაფერი ჩემი აზრით შეიძლება ხვალდაზე გარა მაგრამ მაყურებლის დასწრებაზე ნუ სამწუხარო რეალობაა ეგ რომ გულშემატკივარი არ დადის ტრიბუნებზე ხა ეგ შენი ბრალი არ არის და არც ავის ბრალი არ არის მაგრამ მე მეტი ჩართულობა არის საჭირო ალბათ მეტი მუშაობა იმაზე რომ ხალხს უთხრათ რომ აი თამაშებია ჯერ გადართე ნახე ტელევიზორში აგერ გვაქვს კაი გადაღებით კაი შეფუთვით და ნახე კაი თამაშია და მე იქნებ ვიღაცას შაბათს ეცალოს კვირას ეცალოს და ადგეს და მოდი ბარემ ლაივში ვნახავთ ამ ყველაფერს და აი მაგაზე თუ არის მუშაობა თუ მიდის მუშაობა ბატონო მოდი ორ ნაწილი ვიყოთ აჭარას თემამდე ეს პირველი ნაწილი ვთქვათ ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი სადაც იბუსტება კიდევაც და იწერება კიდევაც პლუს ჩვენ გვერდზეც არის ანონსი და ანონსთან ერთად ნიაკლი პერტაია ყველა თამაშის მიმოხილვას აკეთებს ესეც მე მგონი ჩვენთან ვიდრე საქართველოში ერთადერთი როცა ფედერაცია ასე მიმოხილვებს აკეთებს ამ თამაშების ასევე გვაქვს ტურის MVP და თქვა აქაც ხალხი ჩართულია გვაქვს PR-ზე რახან იყო მაგრამ ვიტყვი რომ ცალკე მე კიდე ეს ასევე ტურის ხუთეული საუკეთესო მოთამაშე მე თვის MVP-ს ვაძლევთ სპეციალურ ჯილდოს და ნუ შეიკრება ბოლომდე და საბოლოოდ მე კიდე გამოვლინდება მთლიანად ჯილდოების საბოლოოდ ვინ იქნება საუკეთესო ამის გარდა რეგულარულად ჩვენ გამოკითხვას ვატარებთ ჩვენ მიგიღია მონაწილეობა და იცი ადრე იყო ესეთი ფორმატი რომ მთლიანად სეზონის ვლინდებოდა და პლეიოფი რო იწყებოდა მაშინ იყო გამოკითხვა მთელი წლის რაც ჩემთვის წარმოუდგენელი ხა თავარი არის პლეიოფი ამიტომ ორ ნაწილად დავყავით ესეც იყოს შვენიერი რეგულარული ვიღაცამ ჩაატარა ვერ მოხდა შეიძლება მაგრამ ძალიან კარგი იყო და ეს მეორე დავამატეთ ეს ფინალების ხო ხა პლეიოფში საბოლოოდ წვეთს ყველაფერს ფინალები რაც შეეხება აჭარა იყო მეორე კითხვა კონტრაქტი ჩვენ რომ მოვედით იდო ეს კონტრაქტი და რომლის მიხედვითაც უფრო მეტი არის ეროვნულ ნაკრებს ის ფორმატი რასაც მივხვდი რასაც მეკითხები რომ ჩვენ ლიგას ვიძახით ხო დადატორებს როგორც მივხვდი თქვა როგორც ქვია კრისტალბეთი კროკოდიდიათი ანუ აქეთელ მივდივარ როგორც მივხვდი კითხვით ხო აი ეს რომ ამოიწურება ეს კონტრაქტი რა არსებულ კონტრაქტს ახლა მithutes მსგავს კომპანიებთან ისე შევერ დაარღვევ და ვერ შეცვლი და იგივე ერთ-ერთი ჩვენ იმის საშუალებას ვაძლევთ გუნდებს რომ თუ რომელიმე ეყოლება სხვა ბეთი ამ შემთხვევაში არც მაიკაზე იგზალება არც დარბაში ბანერი და ასე შემდეგ ну ფეგურც ეგრეა პრინციპში ხო ფეგურც ესეა კრისტალბეთი ეროვნული ლიგა ქვია მაგრამ სხვა გუნდს შეიძლება ყავდეს ეს პრობლემა არ არის აი როდესაც ეს კონტრაქტი დასრულდება უკვე ჩვენ ხელმძღვანელობასთან ერთად აქ მარტო მე რა თქმა უნდა არ ვწყვეტ ხელმძღვანელობასთან ერთად დავждები და აი მსგავსი ტიპის ფორმატი რო რაღაც ბეთის ან სხვა კომპანიის ხო ერქვის სახელი რომელიც შემოიტანს სპონსორობას და შესაბამისად კიდევ უფრო PR-ს მესმის ეგ მაგრამ მე ზოგადად ესე უყურებ არ ვიცი თქვენ რამდენად ეგრე იმიჯნება ფედერაციაში მაგრამ ნაკრები არის აბსოლუტურად ერთი პროდუქტი ეროვნული და ჩვენი ჩემპიონატი არის აბსოლუტურად სხვა პროდუქტი რომელიც ცალკე უნდა შევფუთოთ და გავყიდოთ
და ის რომ ჩვენ ნაკრებზე გვყავს გულშემატკივარი და ეს გულშემატკივარი შეიძლება გადმოვიყვანოთ სუპერლიგაზე, ხო, პირობითად. ანუ მცდარი მგონია თავიდანვე და რატო ეხა გეტყვი რა? იმიტომ რომ ეს არის ეროვნული, იქ თამაშობენ თორნიკე შენგელიები, NBA-ის მოთამაშეები და ასე შემდეგ და ის თორნიკე შენგელია რომ თამაშობდეს ჩვენ ჩემპიონატში, ალბათ მარტივად მოვიდოდა იგივე ხალხი. და აი მაგიტომ უსვავთ ხას ეხა პავლიკამ რაც იკითხა რომ აი თუნდაც ის დიდი 10, თუნდაც ის რაღაც ეროვნული ლიგა რომ ეს მოთამაშეები, ჩემი აზრით სუპერლიგა უნდა გავხადოთ კაი ტიპობა და აქ თამაში უნდა იყოს პრესტიჟი და ამას ჭირდება ალბათ დამეთანხმები ადამიანური რესურსი, ფულადი რესურსი, კონკრეტული მარკეტინგული გეგმა გაწერილი ალბათ მინიმუმ 6-4 წელზე. ანუ აი მე სულ ამაზე ვსაუბრობ, ალბათ ჩვენს არერთხელ გვისაუბრია პირობითად სანამ შენ ფედერაციაში მოხვიდოდი, მერეც გვისაუბრია. ეს არ არის, მე არ მგონია რომ ამის კეთებას დაიწყებს გიორგი ჯაფარიძე ან წინამორბედი დაიწყებდა ან მომავალში და მეორე დღეს მოგვარდება ჩვენი პრობლემა და სუპერლიგაზე მოგივა თბილისში 1500 კაცი პირობითად რა. ჩემი აზრით ეს არის დროში გაწერილი პროექტი, რომელიც უნდა დაიწყოს როდესღაც და ამაში უნდა ჩაიდოს თანხები. შეიძლება მეც არ მაქვს სწორი ხედვა ხვდები ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენც არ გვაქვს და შეიძლება მოვიწვიოთ ვიღაც ისეთი ადამიანი და ჩამოვიყვანოთ, ვისაც აქვს გამოცდილება უკვე მიღებული და დაგვეხმაროს ამ ჩვენი ლიგის შეფუთვაში რა და ის რო ეხა იქ ნაკრებ მესმის ეს რაღაც კონტრაქტი არა, ჩემი აზრით აბსოლუტურად სხვა არის და ეს უნდა შეიფუთოს ცალკე. გვაქვს საშუალება და მე რასაც შეინძახი კი, მე უკვე შეიძლება ამის დაждობა. უბრალოდ რა არის, იმიტომ რომ ჩვენ გიო ბოდიში დავასრულებ კლუბებს, აი ჩვენ ადამიანურ რესურსს ხარჯავთ რა, მაქსიმალურად მეც ვცდილობთ რომ გავაკეთოთ, მაგრამ თუ ის ლიგა, სადაც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, არ იქნება შეფუთული და არ იქნება კარგად გაშუქებული, ჩვენ სპონსორები თანხს არ მოგცემენ. და ჩემი აზრით, მე რავი, ჩემ აზრს გეტყვი კიდე რა, სუპერლიგა და 11-ვე კლუბი, რავი, თუ მომავალ წელსაც ვიქნები, უნდა დავჯდეთ ერთად და ერთობლივი გეგმა გავაკეთოთ და თქვენ რომ რავი, შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ ვიტყვი, დაგვავალდებულოთ ჩვენ რომ მარკეტინგში ფული უნდა ჩავდოთ, მე პირადად მივესალმები ამას. რომ ერთობლივი კამპანიებით რაც შეიძლება მეტ აუდიტორიაზე გავიდეთ. იმიტომ რომ YouTube-ს უყურებდეს ჩვენ ფინალებს 500 კაცი და გეიმერებს უყურებდეს 10000 კაცი YouTube ლიგაზე, აუ მგონია რომ გამოსასწორებელია კაგრბილად რო ვთქვათ რა. აი ალბათ დამეთანხმები და YouTube ლიგა, აი მაქენა დავიწყოთ რა YouTube ლიგინა ეხლა. ხო, ანუ იმიტომ რომ ბიჭების თამაშობდი და მეც ვიყავი. ჩვენ ეროვნულ ლიგას ფეხბურთში, რავი, რაგბიში, რასაც მე უყურებ და რაც ჩართული ვარ. შენ კარგად თამაშებზე დავდივარ და თქვენ აშუქებდი და კაი თამაშები იყო, მაგრამ დღეს გულშემატკივარი YouTube ლიგაზე ამდენიც იყო თბილისში. მე რა ვიცი, საბურთალო ეხა ჩემპიონი ხდებოდა იბერე. გინდა ჩვენთანაც ხა მოვიდეს არ ვიცი, ხეს. კაცშვილი რო არ იყო თბილისში, არ იყო აქ და YouTube-ზე რო YouTube ლიგაზე რომ მივედი ძვის დაუჯექი. არის ეგ რა. ეგ რისიბრალიან მაგასაც მეყს. აი გულშემატკივარი რატო არ მოდის? აი ნახე როგორი რაღაცა თბილისში არც ერთ სახეობაზე გულშემატკივარი არ არის. ხო რეგიონებში თან ტყიბულში საუსია დარბაზი ხო? იმიტომ რომ იმას მიზეზი აქვს თავისი ჯაფარ არაფერი არ ხდება რეგიონში და ეგუხარია ხალხს. ერთ-ერთი ხალხი არის თბილისში, ხო ეს ნუ თესევს თავის გულშემატკივრებს, კავკასიის გულშემატკივარი. მე ვფიქრობ რომ გუნდმა უნდა იმუშა, ეხლა პირველად რაშმა რომ გულშემატკივარი მოიყვანოს, ხო? ალბათ რაშმა უნდა შეკრას, ხო რაღაცა. აი მად მივდივარ ზუსტად, მაგ გითხარი რომ ფული უნდა ჩავდოთ მე. და ჩვენ ეხლა ჩვენი მხრიდან მართლა რაც არის ეხლა რესურსი რაც გვაქვს, ხო? იქ ეს ჩვენება, თქვათ ეს MVP, თქვათ ეს იბუსტება ყველგან ეს ყველა პლატფორმაზე ეს ლაივების ლინკები დევს. ანუ რო შედიხარ GBF-ზე ამომწრო ინფორმაციასაც წაიკითხავ, თქო თამაში გოლ მიმდინარე თუ არ უყურე. მაგრამ თბილისში ალბათ აი კავკასიას გასაგებია თავის გულშემატკივარს თესევს უნივერსიტეტია, აი რო ეხა ფედერაციის მხრიდან მაქსიმუმი კეთდება, რაც არის შესაძლებელი. რესურსები, მაგრამ რა თქმა უნდა კიდე მეტია გასაკეთე, იმას არავინ არ იძახის, რომ ამაზე მეტი არ უნდა გაკეთდეს. მაგრამ აი ნახე თორნიკე, შენ ხო ტყიბულში ყავს გულშემატკივარი, ხო? მოყავს იმის ქალაქის გუნდია. აი აქ თბილისურმა გუნდმა აქ უკვე ფედერაცია არ არის. ალბათ რაღაცა უნდა შექმნას თვითონ სუპერლიგასთან ერთად უნდა დაждდეთ და უიმუშაოთ მაგას ვახსენებ. შენ როგორ ტყიბულში არ არის სამუშაო? იმან კულტურა არ აქვს ელემენტარულად ბალეშიკობის. საიდან ექნებოდათ 2 დღე არა კლუბი ყავთ, ხვდები? მე ფინანსები ვერ ვნახე, რომ აი მინდოდა რომ დროშები შემეკერა, კაშნები, ფან-კლუბი ჩამო ფული ხო უნდა იმხავს რომ დაგყვებიან, ანუ ჯერ ვერ ვნახე, მაგრამ მომავალში ვაპირებ რა მაგის გაკეთებასაც რა. შენ თბილისში ხო
5 თამაში გასვლაზე რა, 5 თბილისური გუნდია. ხო? შენ რო წამოიყვანო ერთი ჯერადი ყვება უნდა და 50-ს კაცი. ხო, ანუ ელემენტარული ფინანსები არის საჭირო, მაგრამ ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. შენ რო კამერით იღებ, ბალეშიქს რო გადაიხებ და სავსე ტრიბუნას, შარშან ფინალები გაუსთა რომ მქონდა ტრიბუნში რო წავაგე, საათი მიწერდა რა, ის Apple Watch-ი რო გადიო რა, ისეთი ხმაურია, აქ არ უნდა გაჩერდა, ანუ ისეთი ხდებოდა რა და ის არის, ხო, ვერ რო დაგაბრალდეს, გაყიდაო. ხო, რა ვქნა ახლა და გავყიდე, ხო. რა იყიდე? ეს ვაინტერესებს. და გავეყიდა. შარშანდელი ეგ მოყვება აგერც. ბრაზილია სოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ნეტა რა იყიდა. მაგრამ კაია, პირიქით, მე მიხარია ეგრე რომ ვიღაცები ლაპარაკებენ რომ იმან ეს გაყიდა, ან ბევრი იყოს ნეტა ეგეთი ლაპარაკი, ბევრი იყოს ხალხის ჩართულობა, ვინ რა გაყიდა, ვინ რა იყიდა და ვის მოუგო. ხო, ეხლა უკვე ლაპარაკი არის ნაკრებში. მე მგონი რომ ეგ მისასალმებელია პირიქით. ხო, როცა ხალხი ჩართულია, როცა ლაპარაკობს, ამან ამას ატოვებოგან პირობითად ეხა ფურცაზე თქვა გორი არის ფავორიტი, იმიტომ რომ თქვა ამ გუნდს ამდენი მოგება, აკადემიურ ლაპარაკს იგი უყურებს და წარმატებას გისურვებთ, ისე არ გამოვიდეს ეხა გორში და რა მინდა თქვა ეხა ნახე კიდე აი რო დავიწყეთ რა აკეთდება რა ეს რეგიონებში გასვლა ესეც ჩვენი პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძის და ამ გუნდის დამსახურება იყო რომ ეს გუნდების მოახერხა ამ რეგიონის ხელმძღვანელობასთან ჩართულობა შეხვედრა და გავიდა რეგიონებში და უფრო საინტერესო გახდა ხო იმ რეგიონსაც უხარია რომ თავის სახელით გამოდის აჟიოტაჟიც არის სავსე იყო აგერ დარბაზი თქვენზე რო ვილაპარაკოთ სხვაზე რო არ გადავიდეთ და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რომ მარტო თბილისი აღარ არის თავკობალა და რამოდენიმე გუნდი არის თბილისში ნაბიჯები გადაიდგა ჯაფარ ეს ამას ყველა იძახის და ყველა აღნიშნავს და რაც კეთდება ყოველთვის უნდა თქვა გაშუქება მისასალმებელია რეგიონების ჩართულობა მისასალმებელია, მაგრამ ეს რაღაც ეტაპია რა. რომელსაც უნდა გაგრძელება მოყვეს. გაჩერება, ანუ კატეგორიულად მიუღებელია და ზუსტად ის შეფუთვა და მეტი კომუნიკაცია ალბათ ლიგას პირველ რიგში რა, ანუ შენ როგორც სუპერლიგის დირექტორს პირობითად ვიძახი დაფინანსება ბიზნესისგან თუ გაქვს დღეს 0 ლარი ხო გინდა რომ მილიონი ქონდეს უნდა მე რომ ეხება იმ მილიონით ხო კლუბებს დაგვეხმარები ანუ ხტები მანდوار რა მე ზუსტად რა თუ რამე შეგვილია და სხვებმა რამე გააკეთეს რაგმა და ფეხბურთმა ხო ჩვენც გავაკეთოთ რა ფეხბურთიც არა გუნდს ბევრი სპონსორი უბრალოდ არა არ ყავს პლუსი არის UEFA არის იდეალური ორგანიზაცია ჩვენთან შედარებით ნაბიჯები გადადგმულია მე ხა წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდი ხო გადის ნებისმიერ მნიშვნელობა რა აქვს ვინც უნდა გავიდეს და რამდენიც უნდა გავიდეს ფული არაფერი არ შემოდის ევრო ტურნირებით ანუ შეხარჯა ძალიან ცუდია ხო UEFA-ზე გადაიხარ პირველ ეტაპზე ვარდები სამწუხაროდ რავი დღეს ეგრეა ქართულ ფეხბურთში ჯაფარ ბევრი დრო არა გვაქვს და ბოდიში რო შევაფასოთ კაგრას შეეხე ეს ბოლო წლებში პოზიტიური ტენდენცია რაც უკვე თესეუ გავიდა ქუთაისი გავიდა და რას ფიქრობ როგორ უნდა გაგრძელდეს და მეტი გუნდი უნდა ჩაერთოს თუ არა და როგორ შეაფასებდი ამ მოვლენებს ერთ კითხვას მე დავსვამ სამ ევრო ტურნირებამდე მივალთ რა მაგაზე ქონდა ლაპარაკი და მაგ კითხვაზე პასუხი ეხება იმას გერო რომ ანუ ანოსან ჯაფარასან მე ვინმეს აქვს მაგრამ აი რა უნდა ნახე რას გულისხმობ ნუ პრობლემა არის და ყველა გადაცემაში მაგაზე ვლაპარაკობთ რომ ბიზნეს არ აინტერესებს სპორტი ამ ეტაპზე ხო ну бизнес секторია და ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან ხელისუფლებას შეიძლება არ აქვს არანაირი კავშირი ეგრე დავყოთ რომ არ აქვს კავშირი მაგრამ იგივე არ კონკრეტულ გალბურზე ავლაპარაკობ ავიღოთ ფეხბურთი ავიღოთ რაგბი ნებისმიერი სხვა ფედერაცია აი რატო რანაირად ვერ ხერხდება ეგ არ მესმის მაინც რომ უშუალოდ შეიძლება ბორბში რაშთან ქუთაისთან არ მივიდეს უბრალოდ ბიზნესმენი მაგრამ რაღაცნაირად თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან თუნდაც კალბურთის ფედერაციის მხრიდან რაგბის ფედერაციის მხრიდან რანაირად ვერ ხერხდება რომ დააინტერესოს კონკრეტული ბიზნეს სექტორი ბიზნესმენი აი რა როგორ ვერ ხდება ეგ მე მაინც ვერ ხვდები ამ ქვეყანაში კონკრეტულად სადაც აი მე მგონია რომ მაინც შედეგები დაიდო გუნდურ სახეობებში შედეგები იდება და კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ მე-6-ეთ გვაქვს შანსი გავიდეთ ზედიზედ ევროპაში ფეხბურთში ფულის მიტანა დღეს პრესტიჟია რა ნუ კაი გუნდთან არ მიგაქვს იმიტომ რომ ნუ ჩემპიონატს არავინ არ უყურებს მაგრამ ზოგადად ფედერაციაში ფული როგორ არ მიგაქვს აი არ მესმის მე და რა შეიძლება გააკეთდეს მაგფრივ რომ აი უფრო მეტი ბიზნესი წამოვიღოთ და გავიგე შეიძლება კონკრეტულად გუნდში არ მიდის ფედერაციასთან მიდის მაგრამ ფედერაციას აქვს ბევრი ფული ნიშნავს იმას რომ სუპერლიგას ფული აქვს შესაბამისად და გუნდებს ფული აქვს რა თქმა უნდა დღეს ახლა ზერავად ქართული კალბურთი დგას დოტაციაზე სახელმწიფოსგან ახლა გუნდების ჩვენ რომ მოვიდეთ კიდე გაიზარდა იყო 450,000 გახდა 525,000 მაგრამ ესე რომ კონკრეტულად
ბიზნესი მართლა სახელმწიფო ინახავს რა და სახელმწიფოზე ეხა ეს განვითარდა კაია ხო ეს ფული მოიმატა ნუ გუნდებს შეიძლება ისე არ დაეთყო ასე ვთქვათ ამ კომერციულ თვალსაზრისით მაგრამ ნუ მოთამაშეების ხელფასი გაიზარდა თონიკი გამეთახმება რაც იყო 4 წლის წინ ნამდვილად გაორმაგებული და გასამაგებულია რაც მისასალმებელია გაორმაგებული კონცერტ მანამდეც კაი ხელფასი ქონდა მაგრამ 4-ჯერ და 5-ჯერ გაიზარდა ვთქვათ საშუალო მოთამაშის ხელფასი ხო ეგრეა კი ბატონო მაგრამ ეს ვერ არ ვიცი მეც ფიქრობდი ხა კლუბში მუშაობდი 7 წელი იქაც ფიქრობდი აქაც ფიქრობ არ ვიცი ალბათ პასუხი არის არა ზუსტად და მაგას ნიშნავს რომ ჩვენ თუ ხვდებით მაგის მნიშვნელობას ისეთი კაცი უნდა ჩამოვიყვანოთ ვინც რაც ჩვენ არ ვიცით იმან გითხრას და გვასწავლოს რა იმიტომ რომ არის ხო ევროპაზე აგერ ევროპის მაგალითები უკვე და სახელმწიფოს უნდა მივადგეთ რა არა სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ბიზნესი ჩემი აზრით რომ სტიმული კონდეს რომ იმან მოძებნოს კლუბები რომ ფული ჩადოს ხო ეგა უნდა სპორტში რა ფულიც არ მიმართული სახელმწიფოს მხრიდან ხო არ შეიძლება რომ ეგ უკვე სხვა თემა არის და მაგ თემას დღეს ვერ ამოვწურათ რა თქმა უნდა მაგრამ იქნებ სხვანაირად დაფიქრდნენ თუნდაც მთავრობაში პირდაპირ ვთქვათ რა რომ ფული იხარჯება სპორტში საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ხო ჯერ მარტო ოლიმპიური ჩემპიონი ხდება ვიღაცა ერთ კაცში მილიონ ლარი ხო მოწოჩი არ სადაა ხო არა დაფინანსებები რა იყო გუნდების ხო რა შეკრიბო დიდი თანხაც ოპტიმიზაცია ხო ბიზნესი წაახალისო რაღაცა გადასახადი მოუხსნა გარკვეულს აი რაღაცა გააკეთო ისეთი რომ მე ამ კაცმა ოღონდ იმ პირობით რომ შენ სპორტში უნდა მიიტანო ფული რა დაიხო და ან პირდაპირ სახელმწიფოს აღარ მოუწევს სპორტში ფულის ხარჯვა რა ბიზნესი დაახარჯებს ამ ფულს. ნუ ეგ უცელი თემაა. არ ვიცი, ეგ ალბათ პარლამენტის დონეზე საკითხი არის გადასაწყვეტი ხო და ბევრმა ქვეყნებმა ხო. ო ერთ პროექტსაც კიდევ ვიტყვი მე არ დამზა თორნიკე შენი აზრიც მაინტერესებს ამაზე ხა შენ ძალიან დიდი ხანია ბავშვთა კალაბორში ხარ ჩართული და მე ბავშვთა კალაბორში რო ვითარდება წახვედი გუნდში და გუნდიც ერთ-ერთი მე ვფიქრობ კარგი პროექტი რაც ქონდა ჩვენ თავის ხებათ არ მინდა უფრო ესე ვიტყვი რომ 22 წლამდე ჩემპიონატი რა. ბავშვები რომელსაც კოვიდის გამოში ძალიან დიდი ხნის გამოში არ ქონდათ ნათამაშები და ანუ ამაზე ისაუბრა და აღარ გავაგრძელებ დროიდან გამომდინარე U14 შემდეგ U18 ტიგიწევს ისე რომ რაღაც 10 თამაში ქონდა ნათამაშები ხო აქედან გამომდინარე ჩემი мотиваცია იყო რომ კიდე გაზრდილიყო ეს ასაკი იქიდან გამომდინარე რომ იმ ბავშვებს ვისაც არ ქონდა დაკარგული დრო ქონდათ აი ნაზღაურებინა და მეორესიც არის რომ ადრე 19 წელს ხდებოდი შეიძლება ვერ გაიხსნა ხა არ ეგეთი მაგალითები და აღარ ჩამოვთვლი ყველა ვიცით ჩვენთან ესეთი ხალხი ნაკრებში თამაშობს დღეს და წამყვანი მოთამაშეები 13 ასაკში მიდიოდი უკვე გარერჩებოდი. ეხლა არის იმ შესაძლებლობა კიდე გარკვეული წლები, იმიტომ რომ 19, 20, 21 ისეთი ასაკია რომ აქ ვითარდები და პლუს აგერ თქვენი მაგალითი რომ გუნდი გააკეთეთ 22 წლამდელებში, რასაც ის ახალგაზრდები ვინც შენთან არიან, კიდე ვითარდებიან და ხო, მაგრამ ეხლა გარჯანია რო ახსენე ბავშვი ხო 18 წლამდე იმას მარტო უკვე 18 კი აღარ უწევს. იმას შეუძლია კიდე ერთი წლით ასაკი კიდე მეტი თამაში თამაშობს უკვე დიდ ასაკში და ესე მე ჩემ აზრზე ვიჩები ჯაფარ რაზეც ჩვენ ადრე ბევრჯერ ვილაპარაკია ჩემი აზრით 18 წლით აღარ უნდა იყოს და უნდა იყოს ალიგა სადაც ეს ამ ახალგაზრდებს მიეცემა მაგრამ ჯერ სანამ არ არის რა თქმა უნდა იმ დონეზე ალიგა უნდა გქონდეს ალტერნატივა მაგრამ რა აქვს ეხა უარყოფითი და თვითონ ჩემ მაგალითზე რა არ მოწოს ჩემი 22-ების ამ 22-ების წამყვანი მოთამაშეები ვარჯიშობენ სუპერლიგაში ვარჯიშობენ ალიგაში და თვითონ გუნდი რომელსაც არ უწევს ერთად ვარჯიში და ანუ აი რას ვთქვი ეს ქიმია სადაც არ არის რა და ერთმანეთის გვერდიგვერდ დიდი ხაი 18-ები ერთმანეთის ჩემების მაგალითზე ვლაპარაკობ რასაც აი კვდებიან მოედანზე ერთმანეთისთვის რა ესე მივლენ წინა ვარჯიშზე ხან თოთლა ხანი კახი არის იაგორაშვილი იქ ალიგაშია ერთ ვარჯიშს ითამაშებენ და თვითონ გუნდსაც ეთხოვა რა ეგ რო აი ეს პროცესი რასაც ჩვენ ვიძახით ეს ბიჭები უკვე დიდები დანაწილებულები არიან დიდ გუნდებში სუპერლიგებში და ალიგებში და არიან გუნდები რომელსაც შეკრულები არიან ხო ამ ეგ ისეთი გუნდი თუ ალიგაში და სუპერლიგაში ვერ ხვდება იმის მოთამაშე ხტები თუ ალიგაში და სუპერში იმის მოთამაშე არ არის და მხოლოდ 22-ებს თამაშობს რა თქმა უნდა უკეთესი ანუ ის ქიმია ის ერთად ვარჯიში და რაც უკეთესი იქნება მაგრამ ძირითადად ეს გუნდები ხა რო გადახედო მოწინავე ადგილებზე ვინც არიან ლიდერები არიან სუპერლიგაში და ალიგაში ხო მაგარ შეგვიძლია გუნდი უბრალოდ ეს ასაკი თამაშობს ორივე თლიანად იქაა კაცო სუპერლიგაშია ის გუნდი ხო და თამაშობს უბრალოდ რა არის აქ ის რო ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხა ჩვენ სუპერის კალენდარს ვაკეთებთ თავიდან ბოლომდე პირველი წელი თავიდან ბოლომდე მეორე წელი და 22-ებსაც ესეა კალენდარი რა იმიტომ რომ სუცილობ რომ აი ვიცი რა ხა თორნიკე რო ითამაშა მეორე დღეს ოფი აქვს რა დასვენების დღე აქვს რა ანუ ისე ვაკეთებ ამ კალენდარს რომ ზუსტად სუპერის მერე იყოს და იყოს საღამოს დროები კი ხა იყო შემთხვევა რა თქმა უნდა დილითაც ქონდა იმიტომ რომ ნუ ვერ ეტევი ერთ დარბაზში ფიზიკურად მაგრამ სულ ცდილობ რომ იყოს საღამოს თორ უმეტესობა გუნდები დღე ვარჯიშობენ დილით
და საღამოსო უკვე უშვებს ის მოთამაშეს რა და ამაზე ვცდილობ უბრალოდ აქ არის რომ ბავშვი არ დაიკარგოს, ან ვიღაც ქუჩაში არ გავიდეს. რომ უნდა სპორტსმენობა და 18-ის გახდა და უკვე არ უნდა წავიდეს და ქუჩაში 18-ის 20-ის გაიზარდოს და ჩვენ მეტი კალაბურთელი უნდა ყავდეს და რასაც შეინძახი რომ ის ალიგა როცა მოვა მაგის ალტერნატივა უნდა იყოს ალიგა. როცა მოვა შესაძლებლობა რომ ალიგა იქნება 12 გუნდიანი. კი, რაც 12 არ 8-იანი იყოს, კაცო. 10-იანი იყოს, 8-იანი იყოს, ეგეც არის. ბევრი ბავშვი ისეთი, აი ულტიმას არ გეუბნებ 18-ები რო ეკუთვნის და 22-ში თამაშობს რა. შეიძლება ის ბავშვი ალიგაში ვერ გაქაჩო, არ ვიცი ხა მაგაზე თავს ვერ დავდებდა სუპერში, მაგრამ რაოდენობრივად ბევრი ესეთი ბავშვი, რომელსაც უკვე ეს ასაკი აღარ უწევდა რა, 19-ის დაბლა აღარ იყო, მიხვდი? ხო. და თამაშობს და იქ შეიძლება კიდე 2-3 მოდიფიკაცია. აი, აკაცო ხა რაც მეტი ბავშვი ამოვარდება, მაგას რაჯობია, უბრალოდ აი ფედერაციის რესურსი რო შეზღუდულია, ვთქვათ, ხო, და ეს საჯების, დარბაზების იმის თუ ამ ალიგას მალე ეშველება და ვთქვათ გახდება, ჩემი აზრით ის რესურსი მიიმართოს, ვთქვათ, აი ეგ ჯუნიორი რო არ გვაქვს თუნდაც ჯაფარ სრულ წელზე და 6 თამაშს რო ვათამაშებ წლის ბოლოს. ჩვენ გავიზარდეთ გაყინულ დარბაზში, სადაც ტარდებოდა ბავშვთა ლიგა და 12 წლის ასაკში სრულ წელს თამაშობდით რა. და ეხა რო არ იყოს ეს BBL-ების ინეს მე სპეციალურად ეხა 2 წლით ადრე წავიყვანე BBL-ზე ეს ბავშვები რომ მიიღონ გამოცდილება, რომ ჯუნიორს შეხვდნენ მომზადებული, მაგრამ ყველას ხო არა აქვს პრობლემს მაგის საშუალება რომ მანდ ჯუნიორზე ყავდა 114 გუნდი და 12 U16 რომელიც მიდის მთელი წლის განმავლობაში ყავდა 303 გუნდი. წელს დამემატა 51 გუნდი, 354 გუნდი. იმას არ ვთვლი ჯუნიორს რა, 22-ებს და ზევით არ ვთვლი. აი ამ ასაკებს, ამ სამასაკებს. ამას ხო კიდე უფრო მეტი რესურსი მიაქვს, ხო? წარმოიდგინე ხა რაზეც ვსაუბრობდით რა, 120 გუნდია C-ლიგაში U14-ში. 120 გუნდი ერთად რო დააწყოთ, თუნდაც პლეი-ოფი ათამაშო. 60 თამაშია იმის განმავლობაში რაღაცა მალე უნდა მოახერხოთ. მაგრამ ეს ბავშვები წავლენ ფეხბურთზე და რაგბიზე. მეტი დარბაზი, მეტი რესურსი საჭის. ეს ბავშვები წავლენ. შეიძლება ალტერნატიული ტურნირებზე რა მაგაზე გეტყვი ხა გიორგი გუგეშაშვილი იყო მანამდე ხა ჭინჭარაული ოროსთან კაი ურთიერთობა და სულ დარეკვებში ვარ თუ აბა შერამეს სამე ხო არ მიდიხარ რომ კალენდარს ვაკეთებ რა ფიზიკურად დენათ ის არის გუნდი მიდის შენ კალენდარშიც რა თქონდა და თქვენ ჩაატარეთ მახსოვს ტურნირი მე დამოსველაბარაგებოდი მაშინ და ის ასაკი 5 დღე გავაჩერე მაგალითად რომ აი ხო 18-ები ჩავატარე ხო და ეს 5 დღე ის არ ჩავატარე და სხვა ჩავსვი პირობითად რა ხო თქვა 14-ების წელი რა მსგავსი ტურნირი და თქვა ეს ეხა ფოჩი იყო ტურნირი იქაც ერთი კვირით გავაჩერეთ ეს ის დრო არ დაიკარგა იმიტომ რომ იმ დროს სხვა ასაკმა ითამაშა იმის შემდეგ სხვა და სულ ვცდილობთ რომ ესე რაღაც წარდება ეხლა როცა ერთი თვით ადრე ხარ რო ეუბნები ორი თვით ადრე ადამიანს არა ეხა ერთი თვით ადრე ადამიანს საქმის მოშა არა სერიოზულია ეხლა მარტის კალენდარს ვაკეთებ 18 ხარ რო წამოვედი ვაკეთებდი და ისე მარტი-აპრილი მინდა რომ ანუ ეს მეორე წელს 13 თამაში რაც დარჩა რომ თლიანად 18-ებს გაუგზავნო რა არა პოზიტიურია ნამდვილად რა მე იქ მივდივარ მიხვდი შენთვისაც რთულია მე რაღაც ოთხარი ორგანიზმია ერთიანები თუ გახსოვს გურგენიძე ნიკოლეიშვილი ჩემთან კარგი ბიჭი კარგი ბავშვები ნიკოლეიშვილი თამაშობდა სუპერლიგაში ოლიმპში და გურგენა თამაშობდა ვერაში 10 თამაში ითამაშეს რეგულარულად ანუ ეს იყო 18 წლამდელი რო 10 თამაშს თამაშობს ბრავო დამთავრე რა კარიერა იქ რომელიც ხვალ უნდა ავიდეს და დიდი კალაბურთი ითამაშოს. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც პოზიტიური ხდება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რა და 26 თამაში მისასალმებელია ალიგაში. მაგრამ ის რომ C-ლიგაში პლეი-აუთია ორ თამაში, ეს გეუბნები ჩვენთვის დაბრედვაა რა. მაგრამ ნახე როგორი გუნდები გაიცხრილება, აქაც დიფერენცია. არა, აქ გაცხრილვაზე კი არ არის ჯაფა, ჩვენ გეუბნები ჩვენ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომ ეს ბავშვები რო გაიცხრილებიან, კლუბიდან წავლენ. არა, მე გასცეს ასგულისხმობ, მაგრამ პრობლემის ისო თქვა. რო იყო 120-ით 0 თქვა C-ლიგაში რა. ეს გუნდები პირველ ეტაპზე გასაგები იმანაც უნდა ითამაშო, მაგას კი ხვდები უბრალოდ რესურსი არის და მერე უკვე როგორ აქვს იცი რაღაცა ეტაპზე ერთი ეტაპი, ორი ეტაპი მერე წაგებულებსაც შანსი აქვს, იმიტომ რომ უკვე მე-8 ფინალში უკვე ისეთი გუნდები იკრიბებიან, მე-4 ფინალში კიდე მეორე შანსი აქვს, მაგრამ სამწუხო ხო გეუბნები ხა C-ლიგა 80 გუნდი მყავდა, 10 გუნდიანი ჯგუფი იყო. 10-8 გუნდიანი რა, ერთ წელს თამაშო, 7 თამაში უწევდა. 7 თამაში ხო არაფერი არ არის. ხო მაგაზე ჩვენც ხვდებით, მაგრამ ნუ სხვა რესურსი არ არის. წარმოიდგინე, იმის ჯგუფი ეტაპსამდე დრო ჭირდება, როცა ორი დარბაზი გაქვს. რეგიონშიც დარბაზები პრობლემაა. ხან ძაღლების გამოფენა ტარდება და ხარა ტარდება და ქუთაისში რო ვრეკავ, ჯოჯო ხეთათ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ იქ რო თამაში ჩავსვა, მე თორნიკეს რო ყავს ახლა ყველა ასაკში ყავს და იცის ახლა და სუა ლიგაშია და იცის რომ გასვლები არის. იქ რეგიონში ჩასმა არის, ნუ რა ვიცი. ყველაფერი ერთ დარბაზში მოდი ნაკრებთან მივიდეთ არა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ მოუფროსმა გითხრა, ლიმიტირებული დრო გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები მოგვიახლოვდა ჯაფარ და ავი წარმატება პირველ რიგში ნაკრებს და რა მოლოდინები გაქვს, როგორ დასრულდება და
მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, უნიშნულოვანი შეხვედრა. მე ევრობასკეტის თამაში დანიასთან მოგების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უნდა გავიდე და ხა 2000-ზე არ არსებობს. ხა ყველას мотиваციასა რომ მე 6-ად გავიდე და ხა დანიაც ისევ ემზადება ბუნებრივია რომ ერთი კვირით ადრე ჩამოდიან თუ არსებობ თუ 5 დღით ადრე და ну რა თქმა უნდა ხა იმათვისაც ანუ თუ მოგიგეს გადიან ჯაფა? თუ მოგიგეს გადიან, ხო. გადამწყვეტი. იმიტომ რომ ორი მატჩი ჯამში ორი მოგებული ექსტრესია ეხა რა თვითონ ჩვენი ბიჭებისთვისაც რომ გადამწყვეტი თამაში ზედმეტი ნერვიულობა. ხო, მაგრამ ხა დანიას რომ მოგუახვიდე. ხო, დანიას ეხა. მარტო იმოცია. თუ არ მოგიგეს ალბათ არც ვარ დღისე. დანიამ თუ მოვიგო მე სერბეთში უნდა მოვიგოთ და მაინც იქნება შანსი, მაგრამ ეგ ძალიან რთულია. ალბათ იცი რა არის დანია რო გიგებს ეხა ისე რომ მიყვეთ რა ფსიქოლოგიურად უკვე ისეთი სერბეთთან ჩადიხარ ხო დანიასთან წაგებული ძალიან რთულია. არა დანიას რომ მაგისთვის ემზადება ჯამთელათაა ძალიან კარგი ფორმაშია. შემადინი ჯამთელათ არის. გუშინ წინ უბრალოდ ძალიან кайფი. ბოლდვინი ჩვენ გარაც წავიდა მე მგონი მეტი დრო მიიღო ევროლიგაში და თვითონ მაგრა ითამაშა. ყველანაირად მე მგონი მედია ძალიან დიდი იმედია რომ ხო დანიასთან გადამწყვეტი თამაში არის და მე ევრობასკეტზე მაგას ვამბობ გოგა კარგ სეზონს ატარებს იქ სანდროს რაღაც ცოტა წუთები აქ ხოლმე ხანდახან და ძლიერი გუნდი უნდა ყავს. არა, ევროპაზე ბევრს არ გაუხარდება ნამდვილად ჩვენთან თამაში. იყვნენ ბიჭები. ესეც რამხელა პრობლემა, ჩვენ ხო ჩვენი პრობლემებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გვადარდებს ეხლა, მაგრამ თვითონ კალორიებში როგორი ეს ხალხი როგორი ერთმანეთს ვერ ეგუება თუ რა, ვიცი. რაზე იძახ კონკრეტულად? აი ხა ფეხბურთში რო არის რაღაც ტურნირი, რაღაცას დაკრებთავს, ყველა მოდის სადაც არ თამაშობდეს. ჩვენთან რომ NBA-ს ევროლიგაც თვითონ შენ იმაზე NBA ევროლიგა ხო არ ვიცი ხო არლების განმავლობაში ეგრე გამოვიდა რომ ჩვენც უკეთესი იყო ეგრო იყო იმიტომ რომ თოკო მაინც ახერხებდა ჩამოსვლას და დანარჩენ გუნდებს არავინ არ ყავდა და ჩვენ ყველა ყავდა და ეგრე გამოვიდა მაგრამ მაინც იგივე ალბურთისთვის სიმახინჯეა ჩემს თვითონ ალბურთისთვის და ეხა დანიასაც იგივე არა ფინეთს ქონდა ეხა იგივე პრობლემა რა ჩვენთვის კი გაიყო მაგრამ პარიზის მოთამაშე რო არ თუ არ დამოუწევია იადუნელი თბილისში იყო უკვე იქ არ იყო ფინეთში არ იყო თბილისში მე მგონი რა ვიცი ისეთი რა ის მე მაგას გეუბნები პოდკასტი ისეთი რომ მე ყველაფერს ლაპარაკო და ხო ან ჩაუბარს მოა ვერ იმაში ვერ ჩერდები ნაწილობრივ ჩემი ბრალიც არის და ნაწილობრივ უფრო მეტად ჩვენი პროდიუსერის რომ ესე გამოვიდა რომ მე მეჩქარება წინასწარ არ გამოფრთხილა რა და როგორ იქნებოდა მაგის გამო დავსჩი მაგრამ იმიტომ რომ კარგი იქნებოდა ცოტა მეტიც გველაპარაკე იმიტომ რომ თემა ამოუწურავდა არის ხა რაღაც საკითხები რაც დააგევიწყა კალათბურთანის და გავამეოროთ ჩვენ ეს აუცილებლად აქვე შევიპირებთ რომ პლეი-ოფები იქნება საოცრად ან სუპერლიგაზე თვითონ ერთ კითხვას დავსვავ სუპერლიგაზე იმიტომ რომ თვითონ სუპერლიგის ხარ დონეზე მინდა რომ გითხო და ხარისხი რამდენად აწეულია თუ ქვემოთაა ჩამოწ აი რას ფიქრობ მაგალითად ჩარშანდელსა და წლევანდელსაც შორის ვფიქრობ რომ ყოველწელს უფრო ვითარდება სუპერლიგა და უფრო იზრდება და ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ის არის რომ როცა იცი რომ ერთი გუნდი ვარდება და ფაქტობრივად ალიგაში წასვლა არავის არ უნდა ალბათ ის მენეჯმენტიც ის ხელმძღვანელობაც სხვანაირად ემზადება უფრო სერიოზულად განიხილავს ყველა მწვრთნელი ნანახი მყავს მე სუდარბაში ვარ და ყველა მწვრთნელი ნანახი მყავს როგორ სკაუტინგს აკეთებენ მეტოქე გუნდების და არ არსებობს მე არ მინახია სუპერლიგის მწვრთნელი რომელიც შეიძლება ეხა შენ შემთხვევაში შეიძლება ეხა ცოტა მოგება გაქვს მაგრამ შრომას რო არავინ არ აკეთებს ჩანს ეხა იქ რო სკაუტინგია იქ რო ცდილობ რო ლეგიონერი შეცვალ ხო ცდილობ რაღაცა გააკეთო რომ მე ვფიქრობ რომ სუპერლიგა ამ კუთხით ვითარდება უფრო სერიოზულად უყურებენ და ადრე იყო ხოლმე რა გუნდები ამთავრებდნენ 0 მოგებით ჩემპიონატში არიცი არ მახსოვს ორი წელი რუსთავი წაუგებლად ხდებოდა ჩემპიონი მაგასაც გეტყვი ან წაუგებლად ხო ხდები რა თქმა უნდა 2009-2010-ში და მაკაბი იყო ერთხელ 0 მაშინ ხო მაშინ კი 20 თამაშიდან 20-ვე წაგება ქონდა და მაშინ გავარდნაც არ იყო მაშინ გავარდნაც არ იყო და მაგაზე უნდა ეხლა მე წარმოუდგენლად მე მიმაჩნია რომ სუპერლიგა დაამთავრო 0 მოგებით რა ხო რა მგონი და გათანაბრებული არ ვაგერ წავიდა თესეულ და წავაგო რაშთან ხო მაგალითად არავის არ ხო და ეგეც ბარემ წერან შენ სვამდი კითხვას მე სხვა თემაზე გადავერთვეთ და ეს ბოლო კითხვა იყოს და დავასრულოთ მე ნუ კარგი ტენდენცია რა თქმა უნდა რომ ჯერ თესეულ მითამაშა მე ქუთაისმა ევროტურნირი ვიცი დაახლოებით როგორც ხდება ამ FIBA ევროპის თასზე გასვლა მაგრამ რამდენად შესაძლებელია რომ აი ზოგადად ხა მოთხოვნა კლუბს წაუყენო რომ შენ გინდა თუ არა უნდა ითამაშო ამ ტურნირზე სუპერლიგის მხრიდან გასაგებია რა ცოტა უაზრობა იქნება, მაგრამ აი რა უნდა გაკეთდეს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ყოველწლიურად ვიცოდეთ გუნდების რაოდენობა. გუნდების რაოდენობა, როგორც მინიმუმ ერთი გუნდი, ხო, რაოდენობის ზრდაც მნიშვნელოვანია, მაგრამ აი მე როგორც გულშემატკივარმა ვიცოდე, რომ დავუშვათ ვინც გახდება ჩემპიონი, ხდება, იმიტომ რომ მე ამან ევროტურნირი უნდა ითამაშოს და მე იქ უნდა გულშემატკივრო ამას. აი რამდენი შეიძლება რომ ეგ ვიცოდეთ წინასწარ რომ ეს გავასწავლოთ. თამაშემიძე თქვა, ხა დავალდებულებით ვერ გეტყვი რომ დავალდებულებით, მაგრამ თამაშემიძე თქვა რომ აი ვიკა რაც მოვიდა პრეზიდენტი სანიკიძე, ხო, მისი პროექტია რომ ყველა ჩემპიონი
და მომავალში სურვილი აქვს და მაშინ იყო ამაზე საუბარი მე რაოდენობაც გაიზარდოს ამ გუნდების აუცილებლად მონაწილე. ანუ წელს ვინც გახდება ჩემპიონი, ვიცით რომ გავა. ფედერაციაც ფინანსურადაც ეხმარება გარკვეული ნაწილი თანხობრივად და კიდე აი ამაზე მინდოდა ის კაი დონეზე და იმაზე მინდოდა კიდე კაია რომ თქვი პავლი თესო გახსოვს საშენ ორი ლეგიონერით იყო და ქართველებით. ქართველებმა გამოცდილებაც მიიღეს. მართალი ერთი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ერთში გავნადგურდით რა. დანარჩენი ყველა იყო ქულაში. თესო მასში თამაშა ქუთაისმა და ქუთაისაც ითამაშა. ქუთაისი რა გუნდიც გახდა შაშან ჩემპიონი, ზუსტად იმ ბექაური დაიმატეს. ხო, ქართველებს. ბექაური დაიმატეს და ორი ლეგიონერი. და გუნდმაც ეხა აქ ოვერტაიმში რომელიც წავაგეთ ეგ მოგებული თამაში იყო. მოგებული იყო უბრალოდ. ერთი თამაში მოვიგეთ და ნუ ბილბაოსთან ფიზიკურად ქუთაისი კი არა მე მგონი მთელი ერთი რა ორი არ მოვიგეთ კაც. ორი. არა ხო ბალკათან ორივე მოვიგეთ და იმასთან წაგებული რომელიც მოგებული იყო. 1-11 მოვიგეთ ეხა. მოგებით შეგვეძლო დაგვიმთავრებია. კი და ის ბილბაო ნუ ძალიან მაგარი გუნდი იყო ეხა იქ იმასთან გავნადგურდით მაგრამ ის ალბათ ესეც კარგია რა ეხა ეს რო არ ყოფილიყო ხა რო გველაპაი თქვა თესო და ქუთაისი არ გასულიყო რა ერთ წუთში ჩავეტევი რა და ვინმეს ეთქვა რომ ორი ლეგიონერით გავა ქართული გუნდი ალბათ ყველა ვიტყოდით რომ ეს წააგებს 40 ქულას 60 ქულას ხო რეალურად დავინახეთ რომ რა ხდება იქ ეს საჭიროა ხო რომ ვისოდეთ რომ რა დონეზე ვარ ზოგადად ბიჭები რა ვინც იყო შაშა თესოში და ვინც ქუთაისში ის ეთამაშებოდა რომ ქულაში რა რაღაცა სირცხული არ განუცა გარდა ბილბაოს და ბილბაო ხა სად არის და ესპანეთის ლიგა სად არის და მადრიდის რეალს უგებს ჩვეულებრივად და კი გამოდიან მე მომწონს თქო რა ამის თქვა მინდოდა რა ჩემი ბოლო ეს იქნება ჩემი პირადი აზრია მე მომწონს რომ უფრო მეტი ქართველით გადიხარ ვიდრე უცოლ არ ვიცი ხა შენ როგორ ფიქრობ არა მე ვფიქრობ რომ ეს ქართველები იმ გამოცდილებას იძებენ რომელიც თამაშით რა თქმა უნდა მოხარული ვარ და ეროვნულ ნაკრებს გამოადგება ხო მაგრამ ალბათ უკეთესი და უფრო მეტი ლეგიონერით უკეთესი შედეგით შეიძლებოდა თუნდაც ჯგუფიდან გასვლა ხო მაგრამ ფინანსებთან მივდივართ კაცო ფინანსებთან ის ქართველიც იყოს და ის არა ის ლეგიონერი თუ ჩამოიყო მართლა ლეგიონერი უნდა იყოს ის კი არა მადლობა ჯაფარ, მადლობა ვანოს და კიდევ ერთხელ მადლობა საინტერესო მომავალში კიდევ გელოდებით, იმიტომ რომ უფრო წყნარად მშვიდად ვილაპარაკოთ ყველაფერზე. დღესაც მე მგონი ბევრ თემას შევეხეთ, სასიამოვნოა. ჩვენ გულის ტკივილებს. მადლობა. მადლობა. წარმატებას გისურვებ და რა ვიცი, ამ გადაცემას ხო თავისთავად უყურებთ და იმედია მეტი და მეტი ეს გადაცემა. ესეთი მსგავსი ქართულ კალათბურთზე იქნება გადაცემა. ფეხბურთზეც. ფეხბურთზე ბევრია. სპორტს. ნახოთ.